სხვადასხვა კანტი მაგაში იყო ყველაზე მეტად გაბედული, რომ ამბობდა, რომ რწმენა როგორც ჩვენ გვესმის, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და შეიძლება ითქვას დაავადებაც კი, იმიტომ რომ ადამიანი რო ცდილობს რომ ისეთი რამე დაიჭირო, რის საფუძველიც საერთოდ არ გაქვს, ეს არის ყველაზე საშიში რამე. შიშის ცნება ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ჩვენ ბევრჯერ გაგვიგონია, რომ რელიგია დაიწყო შიშიდან. მე მაგალითად რეინკარნაციის დროს ის სუბიექტური მე, რომელიც ახლა ჩემს ცნობიერებაში ის კი არ იბადება თავიდან, იმიტომ რომ თუ მე სწორად მაქვს ეს გამოცდილი და გააზრებული, მე ახლაც უკვე დაკარგული მაქვს ეს მე ამ გაგებით, ხო, შეზღუდული გაგებით, შესაბამისად ეს პატარა რაღაცა ინდივიდუალური სუბიექტი ხელახლა რატო როგორ დაიბადება, თუ მე ვაანალიზებ ამის არარსებობას და ილუზიურობას. ადამიანი არის, რომელსაც არ ესმის და ეს ჭექაქუხილი აშინებს და ვერ ხვდება რა არის და ამიტომ აი ამ გაუაზრებლობიდან კი ბატონო, აი ამ სხვასთან შეხვედრას აღწერს როგორც რაღაცა ზებუნებრივს. This is it ქვია. ქართულად მგონია რომ ეს შინაარსიდან გამომდინარე უფრო ვფიქრობ ამას ვიდრე ხა სიტყვასიტყვით თარგმნას, მაგრამ არსებობს გარკვეული პრაქტიკები, არსებობს გარკვეული სავარჯიშოები, რაღაცები, სუნთქვები, ხაწელები, ყველაფერი, რასაც გვპირდებიან, რომ ეს ყველაფერი მიგვიყვანს ამ რელიგიურ გამოცდილებამდე, მაგრამ საინტერესო რამით ამთავრებს, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ადამიანს მხოლოდ ემართება. ბუდიზმი რელიგია არ არის იმიტომ, რომ ის არ არის დაფუძნებული გამოცხადებაზე. როცა ამბობენ, რომ მაგალითად ბუდიზმი არათეისტურია, ან ათეისტურია, ან რაღაცა, ხო? ბუდა რასაც უარყოფდა იმ დროინდელ შეხედულებებს ღმერთზე. ხა მსმენელის უმეტესობა ალბათ იქნება მაგალითად მართლმადიდებელი ტრადიციიდან, ხო, რადგან შეიძლება არ იყოს, შეიძლება საერთოდ არ იყოს, მაგრამ შეიძლება საერთოდ არც ერთი არ იყოს, მაგრამ იცით ხან კუნთებზე და გაჭიმებზე და ანატომიაზე, ხან ფილოსოფიაზე. გულისხმობ, რომ ქრისტიანობის გაგება სულის შესახებ, ან მეს შესახებ და ბუდისტური გაგება არც ისეთი დაშორებული არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ვიდრე მოდერნული რელიგიური და ფილოსოფიური ლიტერატურიდან გამომდინარე ჩანს. მოგესალმებით მეგობრებო, იოგას აკადემიის პოდკასტზე. ჩვენთან სტუმრად არის მათეს არალიშვილი, რელიგიის ფენომენოლოგიის მკვლევარი და დავით შერგელაშვილი. დღეს ვისაუბრებთ რელიგიის ფენომენოლოგიაზე, იმიტომ რომ ეს თემა ძალიან მაინტერესებს ჯერ ერთი იოგადან გამომდინარე, რომ სულ არის ანუ ეს საკითხი რა კატეგორიაში გადის იოგა, როგორც ეგელი უწოდებს, ის არის შუა წერტილი რელიგიასა და ფილოსოფიას შორის. იმიტომ რომ ის არც მთლიანად ფილოსოფიად არ არის, ასე ვთქვათ, ფორმირებული და არც მთლიანად მოწყვეტილი არის ანუ რელიგიურ ნიადაგს. მაგრამ მეორე მხრივ არის ესეთი წიგნი, რომელსაც ქვია ბუდიზმის ჰერმენევტიკა. და იქ არის ნათქვამი, რომ ბუდა პოზიციონირებდა როგორც უფრო ტანჯვის მკურნალი, ვიდრე ან როგორც რელიგიური მოღვაწე, ან ფილოსოფიური მოღვაწე. ხო, აი ამოცა ეს ფსიქოანალიზთანაც რაღაც კუთხით ახლო არის, მაგრამ აი ბუდიზმიც არის ანუ ისეთი რელიგია თუ მოძღვრება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზოგიერთისთვის, რომ არის თუ არა ეს საერთოდ რელიგია და ზოგიერთი საერთოდ ამას სიამაყით ამბობს, რომ ეს არ არის რელიგია. ზოგისთვის პირიქით, ვისთვისაც რელიგია ანუ დადებითი მოვლენა არის, შეიძლება ეწყინოს კიდეც, რომ რატო არ არის რელიგია. და თან ვიტყვი იმასაც, რომ შენ ხარ მათე მთარგმნელი წიგნისა, რომელსაც ქვია წმინდა რუდოლფ ოტოს წიგნი, რომელიც კითხვაც დავიწყე და ძალიან საინტერესო არის, ანუ ეს ბიბლიუსში არის გამომცემლობა კარპე დიემის გამომცემლობა არის, ანუ ძალიან საინტერესო არის, ვისაც რელიგია აინტერესებს. და ასევე ვისაუბროთ ზოგადად რელიგიაზე, ასევე შენთვის საინტერესო რაც არის, მე ძალიან მაინტერესებს თვითონ ან ქრისტიანული რელიგია, კი ბატონო, და მისი შემხებობა ფილოსოფიაზე და ასე შემდეგ. ხო, რომელი ერთით დავიწყოთ? ხო, მოდი ესე დავიწყოთ. თვითონ შენ როგორ დაინტერესდი, აი ორი სიტყვა რამდენიც გინდა?
კი ბატონო. ძალიან ბევრი თემა ვახსენეთ ერთად. მოდი პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ მადლობას მოგიხდით, რომ დამიძახეთ აქ, მომიწვიეთ. ეს თემა, რა თქმა უნდა, თვითონ რელიგიის ფენომენოლოგიის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, არის საზიარო ყველა ადამიანისთვის. ანუ რელიგიურობა როგორც ასეთი იმდენად ფუნდამენტურია ადამიანის ცხოვრებისთვის, რომ რაღაც მომენტში მეცნიერებაში დამკვიდრდა ესეთი ცნება homo religiusis, რომელიც ნიშნავს, რომ ანუ რელიგიური ადამიანი, რელიგიური არსება, ხო? და გასაკვირი არ არის, რომ ადამიანის ისტორია თავიდან ბოლომდე მოცულია სულ რელიგიური რიტუალებით, სიმბოლოებით, გამოცდილებებით, კულტებით და ტრადიციებით, ხო? ეს ყველაფერი არის ძალიან როგორ ვთქვათ, შეიძლება ითქვას არსობრივად მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, როგორც ამ სამყაროში ყოფი არსებისთვის და შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ყველასთვის შეიძლება რაღაც პერიოდში ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ეს იყოს ინტერესის საგანი. მაგრამ უმეტესწილად რელიგია ხდება ხოლმე და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ინტერესი ხდება მას შემდეგ, როდესაც საქმე ეხება გარკვეულ გამოცდილებას და რელიგიის ფენომენოლოგიისთვის ცენტრალური ამოსავალი წერტილი სწორედ არის გამოცდილება, რომელიც რაღაც მომენტში ადამიანისთვის ენთაღუწერელია, რომელსაც ვერ ახერხებს ადამიანი, რომ სიტყვები, რაღაცა შესატყვისები უპოვოს, ამით ახსნას და დაგმაყოფილდეს. ეს მდგომარეობა ადამიანისთვის შეიძლება ითქვას ეგზისტენციალურად არის ისეთი დამძაბველი იმდენად რაღაც მომენტში ნორმიდან ამომგდები, რომ შეიძლება მთელი ცხოვრების ეს გზა განსაზღვროს, ხო? მისი მიმართულება, მისი ინტერესები და ასე შემდეგ. ნუ ვიცით ესეთი ცნობილი მაგალითები, საულეს პავლეთ ქცევის ამბავი, ხო, რაღაცა კი დამასკოს გზაზე გამოცხადება. კი ბატონო, ნუ ვიცით თანზილის გადმოსვლა მუჰამედის შემთხვევაში, როდესაც ის რაღაც გამოცხადებით სიტყვებს და სურებს მიიღებს, ვიცით მაგალითად ბუდას შემთხვევაში, როდესაც ის ხისტირას ზის და მას აქვს ეს შეიძლება ითქვას ემპათიის ნუმინოზური გამოცდილება, რომელიც უამრავი მაგალითი არსებობს ისტორიაში, თეკლას გამოცდილება, რომელიც პავლეს ხვდება, ეხლა მე გავაგრძელო, ალბათ ვერასდროს ვერ დავასრულებ. მაგრამ ეს არის ისეთი რამ, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ხარისხით ყველას ჰქონდეს განცდილი, მაგრამ არის ამის ისეთი გამოვლინებები, შეიძლება ასე ითქვას, ეხლა მაგალითად ფსიქოანალიზი ახსენეთ, ხო? კარლ გუსტავ იუნგი იყო, ვინც მაგალითად შეპყრობილი იყო რელიგიის ფენომენოლოგიით და ამბობდა, რომ სიტყვა ნუმინოზურს კი ბევრჯერ ვიყენებ, მაგრამ ცოტა ხანში ახსნი რას გულისხმობ ამაში. ეს არ არის ისეთი გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ეს არ არის ისეთი რამ, რომელსაც ჩვენი ძალისხმევით ვაყალიბებთ საკუთარ ცხოვრებაში, არამედ ეს არის რაც გვემართება. შესაბამისად, ეს რაღაც, რაც აბსოლუტურად შეიძლება ითქვას გარეგანი წყაროდან მოდის, ამ პირიქით იმდენად ღრმა წყაროდან მოდის, რომ ჩვენი ცნობიერებისთვის ხოსთან რაღაცნაირად უცხოსთან შეხვედრად არ შეიძლება უფრო თან შეხვედრად, არის სხვასთან შეხვედრა, ან სრულიად სხვასთან შეხვედრა, ესე განისაზღვრებოდეს. ეს არის მარტივად რო ვთქვათ, ისეთი რამ, რაც რუდოლფ ოტო არის ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ დარგისა, ეს არის რელიგიის კვლევების, კონკრეტულად რელიგიის ფენომენოლოგიის დარგი, რომელიც აღმოცენდა ერთის მხრივ თეოლოგიური ინტერესებიდან, ასევე ისტორიულ-კრიტიკული მეთოდიდან, რომელიც ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნეში და ფენომენოლოგია სიტყვა საიდან მოდის, ეს რა თქმა უნდა კანტიც იყენებდა, ჰეგელიც იყენებდა, მაგრამ დარგი კონკრეტულად უფრო დაკავშირებულია მე-20 საუკუნეში ედმუნდ ჰუსერლთან, რომელიც იყო ავსტრიელი ფილოსოფოსი, მაგრამ ჯერ იყო მათემატიკოსი. ის იყო ფრანც ბრენტანოს მოწაფე. ფროიდიც ფრანც ბრენტანოსთან ერთად სწავლობდა და ბრენტანო იყო სასულიერო პირი იყო, მაგრამ შეპყრობილი იყო არისტოტელეს ესე იგი დე ანიმათი და მისი მეტაფიზიკით. შესაბამისად
ამ ადამიანებზე ეს რაღაც საინტერესო ფსიქოლოგიური დაკვირვებების გავლენა სწორედ ამ ადამიანიდან მოდიოდა. ისინი ვენის უნივერსიტეტში სწავლობდნენ მასთან, სოთაშორის ერთი სემესტრი ვიყავი იქ სამაგისტროზე გაცვლითი პროგრამით და ფრანც ბრენტანოს ისიც არის, ესე იგი, სახეც არის ესე გამოჭედილი, სადაც ყველა შეუძლია ნახოს, ფროიდიც არის იქ და შესაბამისად, ანუ ამ ადამიანებზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ ადამიანის აზრებმა, რომ დაიწყეს ფრანც ბრენტანოს მიმართულებას ქვია დესკრიფციული ფსიქოლოგია, ანუ აღწერლობითი, ანუ ის აღწერს ფენომენებს, როგორც ევლინება ადამიანს მის ცნობიერებაში და ვიცით, რომ ფენომენოლოგიის დარგის სხვაობა ის არის ამ მიდგომისგან, რომ ის რაც ევლინება ამის კვლევის პროცესში ადამიანი მის მეტაფიზიკურ განსჯებს გვერდით გადადებს, ხო? ჰუსერლი ამბობს, რომ ეს გერმანულად არის Wesensschau, ესე იგი არსობრივი ჭვრეტა, ამას ეძახიან ასევე ეიდეტურ კვლევებს, ესე იგი ჩვენ ვაკვირდებით იმას, რაც გვევლინება მის არსობრივ მახასიათებლებში. ანუ ვცდილობთ, რომ წარმოვიდგენოთ ეს რამ, რაც გვევლინება სხვადასხვა ვარიაციებში და ნებისმიერ ცვლილებაში, რასაც ჩვენ შევხვდებით, იქ რაც ნარჩუნდება და არ იცვლება, იმას განსაზღვრავთ როგორც არსობრივ მახასიათებლად, ხო? ეს არის ამ შემთხვევაში ჰუსერლის მიდგომა, რომელიც მერე იცვლება ასე შემდეგ, მაგრამ მოდი ამას ახლა შევეხები, მაგრამ გავლენა ჰქონდა ამას როგორც რუდოლფ ფოტოზე, ასევე მაგალითად ჰოლანდიელ რელიგიის მკვლევარზე, ეგვიპტოლოგი იყო ის და ეს იყო ვანდერ ლეუ გვარად, სახელი ვერ გავარკვიე ზუსტად გერჰარდი იკითხება თუ ჟერარდი, მაგრამ ეს ადამიანი არის ძალიან საინტერესო მკვლევარი. ვანდერ ლეუს აქვს დაახლოებით აი ამ ხელა წიგნი დაწერილი რელიგიის ფენომენოლოგიაზე, ეს არის სადაც 800 გვერდამდე წიგნი დასაწყისში უწერია, რომ მინდოდა დიდი წიგნი დამეწერაო, მაგრამ პატარა გამომივიდაო და ბოდისიხდის მკითხველთან და მაგრამ რეალურად ძალიან ღრმა კვლევა არის, ძალიან საინტერესო და მოკლედ აი ამ ფილოსოფიურმა ძვრებმა გამოიწვია, რომ ისინი სისტემატურად მიუდგნენ ფილოსოფიის ისტორიასაც, რელიგიის ისტორიასაც და რელიგიური მახასიათებლები, მოვლენები გაანალიზეს სწორედ აი ამ შეიძლება ითქვას შედარებით უფრო რაციონალური იარაღით. და რელიგიის ცნების განსაზღვრების ყველა მანამდელი მცდელობა რაღაცნაირად უფრო გამოცდილების კატეგორიასთან უფრო დაახლოვეს. და მანამდელი კვლევები, ეს უკვე მე-20 საუკუნეზე არის საუბარი და მანამდელი კვლევები არ იყო იმდენად ინტენსიური ალბათ და უფრო ფსიქოლოგიის კუთხიდან ნაკლებად იკვლევდნენ. უფრო იყო ანთროპოლოგიური მიდგომა, ხო, როდესაც უკვე გვაქვს ინდუსტრიალიზაცია, შედარებით უფრო მარტივად არსებობს შესაძლებლობები, რომ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებს შორის მოგზაურობდნენ, აქვთ რაღაცა პირველად მართლა აქვთ შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ მოგზაურების ტექსტები იკითხონ, არამედ თვითონ ჩავიდნენ და ნახოს ეს ხალხი, რომ მათი პრაქტიკები თვითონაც იმონაწილეონ, ხო, რაღაცა მონაწილეობა მიიღონ, ეზიარონ ამ რეალობას. შესაბამისად ეს იყო გამსაზღვრელი, მაგალითად შეგვიძლია ვახსენოთ აი მალინოვსკი იცის ყველამ, ხო, მალინოვსკის კვლევები, რომელიც მანას ცნებაზე წერს, ეს არის ძალას ნიშნავს, ხო, ეს მანა, სხვადასხვა განსაზღვრებები არსებობს, ძალიან ბევრი არის, ზებუნებრივი გონია ზოგს. თვითონ მალინოვსკი თulis, რომ ეს არის მეტაფიზიკური გაზრების უფრო უმწიფარი მაგალითები, რომელიც მერე შეიძლება უკვე ფილოსოფიურად მართლა დახვეწილ მეტაფიზიკად იქცეს. ვანდერ ლეუ ამბობს, რომ მანა არის ცნება, რომელიც სინამდვილეში მართლა პირველი რელიგია, რაც არსებობდა, იმის გამომხატველია, რადგან ის არის რაღაც შეიძლება ესე ვთქვათ, ის ამბობს, რომ პირველი რელიგია იყო წმინდად ემპირიული რელიგია, რომელიც ძალებს აკვირდებოდა ბუნებაში და მანაც ამის გამომხატველია. მაგალითად შეიძლება ორენდა გავიხსენოთ, იროკეზების ორენდა, რომელიც ასევე ძალას აღნიშნავს და ისინი თვლიდნენ, რომ ბუნებაში არსებობს სხვადასხვა ორენდები, რომლებიც ერთმანეთთან იბრძვიან, ხო? არსებობდა მაგალითად დღეს შეიძლება ბევრმა მარტო მარველის ფილმებიდან იცოდეს ვაკანდა, ხო? ეს ვაკანიც, ესეც ითარგმნება, კი არა და ითქმება, ვაკანი არის ასევე ძალის გამომხატველი, რომელსაც აი ორი სხვა ცნება რაც ვახსენეთ, მანა და ორენდა, მისგან განსხვავებით ოდნავ უფრო პიროვნული ღმერთისკენ გადახრის ესეთი ელემენტებიც ახასიათებს. ეს ადამიანები ძირითადად ჩადიოდნენ, ხვდებოდნენ ამ რაღაცა ჯგუფი იყო,
ძალიან ცოტა ესეთი ზემოდან უყურებდნენ ამ ხალხს და პრიმიტიულებს და პირველყოფილებს ეძახდნენ და მათგან უვითარლებულობიდან გამომდინარე რაღაც უფრო ამბობდნენ რომ რაღაცა ეხლა შეგვიძლია ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ რომ ევოლუციის თეორია არის ხო რაღაცა ვითარდება ნელ-ნელა და აი ჰეგელის თეორია რო არის რომ გვაქვს ტელეოლოგიური ხაზი რომელშიც რაღაც უფრო წინ მიიწევ უფრო ვითარდები და ქრისტიანობა არის რაღაცა უზენაესი გამოვლინება ამისი ესეთი ხედვიდან უყურებდნენ სხვა რელიგიებსაც, რაც რელიგიის ფენომენოლოგიამ გააკრიტიკა, ასე რომ ვთქვათ, რომ უნდა თანასწორ დონეზე დავაყენოთ და ისე შევაფასოთ და არა წინასწარი განსჯით, რომ რაღაცა უკვე უკეთესია და მე იმის თვალსაჩინოდან გავსაჯოთ სხვა რელიგია. ესეთი მოცემულობები არსებობდა. ეგ ძალიან საინტერესო რაღაც არის, რომ ხო, ჰეგელთან რაღაცა იერარქია არის, რელიგიის იერარქია არის. თუნდაც ისლამიც უკანა პლანზე არის და ქრისტიანობა არის მწვერვალი, როგორც გამოცხადების რელიგია. კი ბატონო. სადაც რელიგია ცხადდება უკვე ცნებებში და გონში. და ერთი მხრივ მაგას ის იმაში შეიძლება დავეთანხმოთ, რომ თვითონ ამ ქრისტიანულ კულტურაში ჩნდება ეს ფენომენოლოგიის მიმართ ინტერესი. კი ბატონო. რაღაცა ამ თვალსაზრისით, მაგრამ აი საინტერესო არის ეგეთი რელიგიები მაგალითად რაც პრიმიტიულ რელიგიებად მოიხსენიებენ როგორ შეიძლება რომ აი რა პოზიციიდან შეიძლება შევხედოთ რომ ისინიც თანაბრად დავახენოთ აი რას გულისხმობ იცი რომ ჰეგელი ამბობს რომ თქვათ კი არის იერარქიული რელიგიები მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვათ ქრისტიანობა ყველასთვის ჯობია ამ ეტაპზე, ანუ ყველას აქვს თავისი ეტაპები. კი ბატონო, ხო, ისტორიული ის კარგი არის, ხო. იმ მომენტში ის არის ამ დროის გამოხატულებაც, იმ სულის გამოხატულებაც, კი ბატონო. დახტომიც არ იქნება კარგი, რომ ვიღაცა აიძულო, რომ მაგალითად გახდეს ან ისლამის მიმდევარი ან ქრისტიანი, ანუ ეს მიდგომა აქვს ჰეგელს მე მგონი სახელმწიფოს მიმართაც რომ არ უნდა ძალით ვერ გახდი. რასაც გავლენა ჰქონდა მარქსიზმზე, ხო, შემდეგ მარქსის თეორიაზე, რომ რაღაც მომენტში არსებობს ეს ტელეოლოგიური ხაზი, არ შეიძლება პირდაპირ გადავხტეთ სოციალიზმზე ან რაღაც ასეთზე, საჭირო არის ჯერ კაპიტალიზმი გაიარო და მე ხო რელიგიაში დაახლოებით ესე ხედავს ჰეგელი, რომ არის რაღაც ეტაპები, ნაბიჯები, ამას თუ გაივლი, მიხვალ იმ წვერვალამდე, ხო? ახლა მაგალითად ნინიან სმარტი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თუ არ ვცდები ბრიტანელი რელიგიის მკვლევარი არის, რომელიც ამბობს, რომ აი მაგალითად ავიღოთ ცნება, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ, ეს არის non-theistic, ესე იგი არათეისტური, ხო? მაგალითად ესეთ რამეს როდესაც ვიყენებთ ან ბუდიზმზე ან არათეისტური ეს რელიგიები ხო ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ რომ ეს არ ყოფილიყო ჩამოყალიბებული ეს დარგი ქრისტიანულ კულტურაში მაშინ იტყოდნენ არა ნირვანული, არა ხო, ანუ ასე არარული და ასე შემდეგ, ხო? დუალიზმი და ესეც რომ მატერიალიზმი და იმ პოზიციიდან. კი ბატონო, ასე რომ ეს ამ ცნებების გადააზრება ხდება, ეს სრულებით რელატივისტურ ჩარჩოებში არ არის ჩასმული, რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია რომ დააკვირდეს და თვითონ თქვას, რომელი უფრო ჭეშმარიტად მიაჩნია და რეალობასთან უფრო ახლოს, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც სამეცნიერო დარგის მიზანი ეს არ არის რომ თქვას რომ მაგალითად ეს ჯობია თუ ის ჯობია მაგალითად ეს მაგიტო არის ფენომენოლოგიის დარგი კარგი იარაღი რომ როდესაც ამბობს ჰუსერლი რომ მოდი მეტაფიზიკური მსჯელობები გვერდზე გადავდოთ და უყუროთ თვითონ ფენომენები აღწეროთ საგნებს მივუბრუნდეთ ეს საშუალებას აძლევს რელიგიის ფენომენოლოგს რომ თქვას რომ მოდი იმაზე კი არ ვიფიქრებ რომ აი მაგალითად მე ვარ ქრისტიანი და შევხედო ახლა აი ვაკანის ვისაც წამს რომ ეს გადარჩება თუ არა ესეთ რაღაცა არ არის უბრალოდ ამ სამეცნიერო დარგის ნაწილი, არამედ საინტერესო არის თვითონ იმ ადამიანის თვალსაჩინო სწორად გაგება, ვინცაც ამის წამს. ეს არის მთავარი მიზანი. ხო, ანუ ინსაიდერის თვალსაჩინოდან შეხედო ის, რომ თვითონ რატო წამს ამის, მაგალითად შეიძლება ვნახოთ ქანდაკებები კალის ღვთაების, ხო, რაღაც რომელიც არის საშინელი გამოხატულების აქვს რაღაცა ესეთი რომ ადამიანის თავი უჭირავს ხელში სისხლები ასე შემდეგ. და გული გაგისკდება, მაგრამ ტიბეტური მხატვრობა ზოგადად. კი ბატონო. რა უნდა გააკეთო? პირველი შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ამ ხალხსა, ძალადობრივი ხალხი არის, კანიბალიზმია, რაღაც სიგიჟე არის.
სინამდვილეში თუ კი მათ დავეკითხებით, გავიგებთ, რომ ამის უკან დგას მაგალითად ზოგიერთ ინტერპრეტაციაში დროის ძალა, ხო, დრო, რომელიც ყველაფერს თვითონ მაგას ნიშნავს, კალა დრო არის. კი, ანუ ძალა, რომელიც ერევა ყველა წარმავალ დემონს, ასე რომ ვთქვათ, ხო, ყველა წარმავალ ძალას, რომელიც მასთან შედარებით არაფერი არ არის. შორის მანკიერებასაც. კი ბატონო, მანკიერება. ეს არის ნეობრივი ხდება, უცბად ის საშინელი და საზარელი გამოხატულების ფორმე ქანდაკება და ეს რეალურად ასე არის ყველა რელიგიასთან. გიორგი რო დავუშვათ საყვარელ ცხოველს, ხო, კლავს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს, რომ ანუ რას ერჩის. სხვათა შორის, ბოდიში საქართველოში არის ძალიან საინტერესო ხატი, რომელშიც ის კი არ კლავს, არამედ ათვინიერებს. ეს ძალიან იშვიათი არის სხვათა შორის, რომ ესეთი რამე ხშირად არ გვხვდება. დრაკონი არის, ყავს ეს ფერადი დრაკონი, როგორც ძაღლი, ანუ ესე ანუ სხვა რაღაც არის, სხვა სიმბოლიკა. ხო, ვაპირებ რომ მაგას ჩაუხმავდე, მაგრამ ვიღაცის აღქმით, ანუ ეს რო გაიგოს, რომ ეს ცხოველი რას განასახიერებს, მე ლაგდება ხა აქ ჩვენთანაც არის აქეთ კლაშების და ეს დახატული, ანუ სამსარას ცენტრში, რო თქვა გველი, გველი ჩვენ კულტურაში ვიცით რას ნიშნავს მამალი ან მამალს რას ერჩიან, რომ ეს ნეგატიურობის ან ტახი და რაღაცა სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვები ხო ეს მნიშვნელობა და სხვადასხვა აი თუნდაც ბუდიზმის სისტემა, სანქიას, იოგას სისტემა მართლა ძნელია რომ თქვა არათეისტური არ რას ნიშნავს ღმერთები არსებობენ, მაგრამ ის ღმერთი არ არის რაც ჩვენ გონია ქრისტიანობაში როგორც თქვა აბსოლუტი რაღაც ამგაგებით ან მე როცა ვამბობთ რომ მატერიალისტური სისტემა დუალისტურად როცა განვიხილავთ თუნდაც იოგას ან სანქიას მანდაც ხვდებით რომ სინამდვილეში ამ კატეგორიაშიც ვერ ჩდება, იმიტომ რომ სული და მატერია კი დუალიზმია, მაგრამ გონება და სული გონება მატერიის ნაწილი არის და აქ უკვე იბნები როგორ მატერიალიზმიც გამოდის ამავდროულად სხვადასხვა თუ დააზუსტებ და ამიტომ ერთადერთი გზა რომ მთლიანად შეხვიდე იმ სისტემაში, იმენაში. კი. ეს შეიძლება ეს რამდენიმე სხვა მაგალითიც მოვიყვანოთ, მაგალითად არ არსებობდა იმ მაგალითად ჩვენ თქვით ახლა ძალის შესახებ წარმოდგენები, ხო? ეს იყო მაგალითად დინამიზმს ეწახიან ამას, ხო? ასევე იყო ანიმიზმი. ედუარდ ეს მახსოვს ესა ბერნეტ ტეილორის ტექსტი არის primitive cultures ქვია, სადაც ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი ფუძემდებლური ტექსტი, რომელიც ანიმიზმის განსაზღვრებას გვთავაზობს, რომ რელიგიის საწყისი არის და რელიგიის ცნება განისაზღვრება იმით, რომ როგორ ვთქვათ, ყველა რწმენა, რომელიც ეხება სულებს, არის რელიგია. თვითონ საინტერესო არის, რომ თვითონვე ხვდება ამ თავისი რელიგიის ცნების განსაზღვრების ლიმიტებს, იმიტომ რომ ამბობს, რომ ვწდები, იმიტომ რომ არსებობს რელიგიები, რომელშიც სულები არ არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაცა წმინდა და პროფანული, არსებობს ასე და ასე. მაგრამ მაინც რაღაცა ვერთმობს ამ განსაზღვრებას, იმიტომ რომ უნდა რომ რაღაც მისი კვლევის ჩარჩო შექმნას. შამანიზმი მაგაგებით რელიგიაში შეიძლება ჩაჯდეს? ამაზე ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ძალიან ესეთი შამანიზმის სიმართლე გითხრა, ესე კარგად არ ვიცნობ. ამ შემთხვევაში ეს მოდელი, რომელსაც თვითონ იღებს ეს სულებისგან გამომდინარე რაღაცების, ანუ მაგალითად თვითონ ვთქვათ, რომ რელიგია არის რწმენა სულების შესახებ, ხო? ძალიან ბევრ რელიგიას მარტივად რო ვთქვათ, ჩამოიცილებს და ამ განსაზღვრების მიღება ტოვებს. სადაო ბუდიზმთანაც იქნებოდა, იმიტომ რომ სული თუ როგორც წარმოვიდგენთ, როგორც უკვდავ და რაღაც ესეთი. ხო, სუბიექტს ხო, რომელიც რაღაც დეკონსტრუირება ხდება ბუდიზმში, მანდაც ალბათ საეჭვო იქნებოდა, ხო, ალბათ. კი ბატონო. ნუ გააჩნია ალბათ კიდევ ბუდისტური მიმდინარეობის, რომ კონკრეტულ მიმდინარეობებს ავიღებთ, ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად რეინკარნაციის ცნება სხვადასხვაგვარად ესმით ზოგიერთ მიმართულებაში და იმ მიმართულებაში, რომელსაც მგონია რომ უფრო ახლოს არის ბუდას სწავლებასთან, რომ ამბობს, რომ მე მაგალითად რეინკარნაციის დროს ის სუბიექტური მე, რომელიც ახლა ჩემს ცნობიერებაში ის კი არ იბადება თავიდან, იმიტომ რომ თუ მე სწორად მაქვს ეს გამოცდილი და გააზრებული, მე ახლაც უკვე დაკარგული მაქვს ეს მე ამ გაგებით, ხო, შეზღუდული გაგებით. შესაბამისად ეს პატარა რაღაცა ინდივიდუალური სუბიექტი ხელახლა როგორ დაიბადება, თუ მე ვაანალიზებ ამის არარსებობას და ილუზიურობას, ხო, რაღაცა მაია საბრუელის ნაწილობას, ხო? ამ შემთხვევაში რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, ეს განსაზღვრება, რომ სული როგორც ესეთი სუბიექტი კარგავს საერთოდ.
ნებისმიერ რელიგიაში შეიძლება ეს იქცეს პრობლემად, იმიტომ რომ ქრისტიანობაში სულებზე საუბარი როგორ ხდება, ეგ უნდა განსხვავდეს რა ეს გულისხმობს ეს რაღაცა ეს ლივლივა თეთრ რაღაცა სფეროს, რომელიც რაღაც არანაირად პიროვნული თვისებებით არ გამოირჩევა თუ ის რომელიც ურთიერთობაში დაფუძნებული პიროვნულობაა, რომელსაც ღვთის სიყვარული ინარჩუნებს. ეს უკვე სხვა რამეა, ხო? ეს ძალიან რთული საკითხი არის და ამ მაგალითს ჩანს რომ ფაქტობრივად ტეილორის განსაზღვრება საკმაოდ მოიკოჭლებს, ასე რომ ვთქვათ. არსებობს მაგალითად, ახლა დაუბრუნდეთ ოტოს მაგალითს, რომელიც თქვენ დაიწყეთ წაკითხვა და იქ არის შიშის ცნება ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ჩვენ ბევრჯერ გაგვიგონია, რომ რელიგია დაიწყო შიშიდან, ხო? მისი საწყისი არის შიში. ეს მოდის პუბლიუს პიპინიუს სტაციუსისგან თებეს სიმღერიდან, სადაც ამბობს, რომ პირველი შემოქმედი იყო შიში და დაე იყვნენ ღმერთები. ეს არის სიტყვები, ხო? და ამ იდეასაც ძალიან ბევრი მტერი ყავს. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი ჰეგელის ძალიან ახლო მეგობარი გარკვეული პერიოდი, შელინგი, აკადემიის შესახებ და უნივერსიტეტის პრინციპების შესახებ დაწერილ ტექსტში 1802 წლის არის 1804 წლის ამბობს, რომ ამას დიდ სისულელეს ალბათ ვერ მოისმენთ, ხო? ვიღაცისთვის არგუმენტი რა აქვს? არგუმენტი ის არის, რომ თვითონ შიშის ცნება ბუნებრივი შიშიდან რომ მოვიტანოთ, არაფერს ანუ მე ძალიან არ მოიაზრებს რელიგიის შექმნას. რა თქმა უნდა, ანუ ბევრი იტყვის მაგალითად აი შელინგის საწინააღმდეგოდ, რომ მაგალითად ელვა არის და ადამიანი არის, რომელსაც არ ესმის და ეს ჭექაქუხილი აშინებს და ვერ ხვდება რა არის და ამიტომ აი ამ გაუაზრებლობიდან კი ბატონო, აი ამ სხვასთან შეხვედრას აღწერს როგორც რაღაცა ზებუნებრივს. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის, რომ რუდოლფ ფოტო იყო ერთი, ვინც ქართულადაც უკვე ითარგმნა და მეორე არის რობერტ რუნოლფ მარეტი, რომლებიც ამ შიშს ისეთ განსაზღვრებას უპოვნიან, რომლის მიხედვითაც შელინგის კრიტიკაც რაღაც მომენტში უმნიშვნელო ხდება, მაგრამ მეორე მხრივ როგორც ასეთი რელიგიისიდან დაბადების ცნება აი ესეთი ზედაპირული აღარ არის. რას ნიშნავს ეს? შემოაქვს ამ შემთხვევაში მარეტს შემოაქვს ინგლისური სიტყვა O, რომელიც არის AWE, გერმანულად ოტოს შემოაქვს სიტყვა შოი, რომელიც არის იგივე სიტყვა ოღონდ გერმანულად და ეს ქართულში ითარგმნება როგორც კრძალვა. კრძალვა არის თუ დაუკვირდებით რაღაც ისეთი, რაც შიშიც არის და მორიდებაც არის, ხო? ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ვაიმე რაღაცის შემეშინდა, ღირებულებაც არის. კი, აქ არის რაღაცა პიროვნული დამოკიდებულება, ხო, უკვე მიმართება, რომელიც განსხვავდება მაგალითად, რა ვიცი, ხო, ვეფხვი გამომიხტა და გული გამისკდა და შემეშინდა გავიქეცი, რელიგიას ამაზე არ დავაარსებ, ხო? რაღაცა არის იმ გამოცდილებაში, იმ შიშში, რომელიც შინაგანად მიბიძგებს ყველაფრის გადააზრებისაკენ. რადგან ენით აღუწერელია და ეს მარტო ისეთ შიშის გამოცდილებაში არ ხდება, როდესაც მართლა ფიზიკურად რამე არის წინ, რაც მაშინებს. ეს შეიძლება იყოს, ახლა მაგალითად პავლეს მაგალითი ვახსენეთ და არაფერი არ მომხდარა იმ გზაზე, მიჭენაობდა თავისთვის, ხო, მაგრამ ვიცით, რომ რასაკეთებდა, აპირებდა, რომ ქრისტიანები ედევნა, ასე შემდეგ და ხმა ესმის, რატომ დევნი, ხო? ანუ არაფერი ფიზიკური იქ არ არის. უამრავი შემთხვევა და ალბათ უმეტესი შემთხვევები რელიგიური გამოცდილებებისა, რაც არის აღწერილი, იქ ფიზიკური საშიშროება არსად არ დგას. და რელიგიის ისტორიულ თვალსაზრისით ეს დამოკიდებულება, რომ ელვა გავარდა და უიმე რელიგია შეიქმნა, არ არის მართებული. მაგრამ შიში მართებულია, რომ გამოვიყენოთ სიტყვა შიში. როგორც კრძალვა ოღონდ კი. მაგრამ აი ესეთი შეხედულება, რომ მაგალითად აი ნიუტონის მოღვაწეობა რო ავიღოთ და ის კი არა რაც უცხო არის ღმერთი, არამედ კანონს რო პოულობ რაღაც ერთიანობას სამყაროში. რომ ესე იგი სამყაროს რაღაცა ისეთი მარტო შემთხვევითობა კი არ არის, ანუ რაღაც მიზეზშედეგობრიობა, რაღაცა კანონი არსებობს და ეს რელიგიის ფენომენოლოგიაში ესეთი ალბათ განხილული იქნება, ხო, რომ პირიქით ეს ერთიანობა იყოს მამოტივირებელი ჩემთვის, რომ მე ვირწმუნო ვიდრე პირიქით, რომ ქაოსს ვხედავ სამყაროში. კი ბატონო. არსებობს ესეთი ტექსტი, ალან ვოტსის ტექსტები ქართულად თარგმნილი არის, მაგრამ ეს არ არის, this is it ქვია. ქართულად მგონია, რომ შინაარსიდან გამომდინარე უფრო ვფიქრობ ამას ვიდრე ხა სიტყვით თარგმნას, მაგრამ რაც არის ეგ არის ნიშნავს ერთ-ერთში, რასაც ამბობს, რომ ანუ
მთელი ტექსტი არის მსჯელობა რელიგიურ გამოცდილებაზე და ისიც ამბობს, რომ არის არსებობს გარკვეული პრაქტიკები, არსებობს გარკვეული სავარჯიშოები, რაღაცები, სუნთქვები, გაწელვები, ყველაფერი, რასაც გვპირდებიან, რომ ეს ყველაფერი მიგვიყვანს ამ რელიგიურ გამოცდილებამდე, მაგრამ საინტერესო რამით ამთავრებს, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ადამიანს მხოლოდ ემართება. ანუ ის, რასაც შენი ძალისხმევის გარეშე გადააწყდები, ასე რომ ვთქვათ. ეგ საინტერესო არის, იმიტომ რომ აი ბუდიზმზე ხშირად არის ხოლმე, რომ ბუდიზმი რელიგია არ არის, იმიტომ რომ ის არ არის დაფუძნებული გამოცხადებას. გამოცხადება მაგ გაგებით, რომ რაღაცა დაემართა. არამედ თითქოს მოიაზრება ის, რომ ის შეგნებულად აი ღამის 3 გუშაგის განმავლობაში ის შეგნებულად მიდიოდა ამ პროცესზე და მან უბრალოდ რაღაცები გაიაზრა. ანუ რამე კი არ დაემართა, მაგრამ არიან მკვლევრები, რომლებიც საპირისპიროს ამბობენ, რომ მას მისდა უნებურად გაეხსნა მაგალითად ცოდნა წინაცხოვრების შესახებ და დაინახა ურთიერთდამოკიდებულებათა წრეს, პრადიტია სამუთპადა. ანუ მის გამოცხადებას ზოგიერთი გულისხმობს, აი ეგეც გამოცხადების ერთ-ერთი ფორმა არის. და დარმას გამოცდილებაზე ამბობენ ბევრი, რომ კი ესეც რაღაცა სიტყვა გამოცხადება შეიძლება უფრო ბიბლიური იყოს და ამიტომ დამაბნეველი იყოს. ხო, ნიჩესაც აქვს ამის გამო. და ეს გამოცხადების მისადაგებიდან გამომდინარე შეიძლება დამაბნეველი იყოს, რა თქმა უნდა. რა იგულისხმება, ხო? ამიტომ უფრო არის აი სრულიად სხვასთან შეხვედრის გამოცდილებად აღწერენ ხო ვიდრე რომელიმე კონკრეტული ტრადიციიდან აღებული ცნებიდან რომ ყველას მოერგოს. შესაბამისად ამ გაგებით რელიგიური არის ეს გამოცდილება, არ არის შეიძლება გამოცხადების გამოცდილება. ეს სხვადასხვა რამე არის, რაც უფრო წინასწარმეტყველებასთან კავშირდება ხოლმე და ხო მაგალითად რაღაცა პროფეტული ტრადიცია, რომელშიც ესაია წინასწარმეტყველი, ამოსი და ასე შემდეგ, ხო მათ აქვთ შეხვედრა პიროვნულ ღმერთთან და ეს თუ ამ კატეგორიად განსაზღვროთ გამოცხადებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება არ ჩერდეს. მაგრამ საულეს ან პავლეს შემთხვევაში, ერთი არის, რომ შენთან იმისთვის, რომ დაგემართოს რელიგიური გამოცდილება ან ღმერთი შეგეხოს, ასე ვთქვათ, ერთი არის, რომ შენც აკეთებდი მანამდე რაღაც შემხვედრ გზას, გადიოდი და მეორე არის, რომ პავლეს შემთხვევაში თითქოს ეგ არ არის, რომ პირიქით მდევნელი არის და ანუ საერთოდ მისი წვლილი თითქოს ყველაზე კარგი მაგალითი მაგიტო არის, კი. ანუ განათლებული ადამიანი იყო, ანუ მას სამართლე მოუთხარა, რომ ანუ შეიშალება ციგნების კითხვით, ხო? ანუ ციგნების, ანუ ბევრი ციგნების კითხვა მაინც გულისხმობს იმას, რომ ეს ფარული მუშაობა ჭეშმარიტების ძიება მასში მიდიოდა, ხო? ანუ ეს ჯულის ტექსტებს ეცნობოდა, თვითონ რაბინად ემზადებოდა რომ ყოფილიყო, ანუ რაბინის ფეხთ ქვეშ იყო გაზრდილი, ცნობილი ამბავია ეს, რომ ეს ცოდნები რა თქმა უნდა ქონდა, მიზეზიც ეს იყო რის გამოც დევნიდა ქრისტიანებს. სხვაგან ეძებდა ეგრე გამო. სხვაგან ეძებდა, კი. ანუ მუშაობა გამოდის რომ ჩვეულებრივად მუშაობდა. აქ შემოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ალბათ გამოცდილების ეპისტემოლოგიაში რელიგიის მიღმაც არსებობს და ამ შემთხვევაში რელიგიასთან მიმართებაში კიდევ სხვა განზომილებას იძენს. ეს არის ოტო თუ გვეუბნება რომ არსებობს სიტყვა ნუმინოზურს ისე ვიყენებ და ვიტყვი ახლა რა არის ნუმინოზური გამოცდილება, რომელიც ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, რომელიც არის რაღაცა ის ეძახის რელიგიურ ბირთვს, რომელიც უშინაგნეს ბირთვს, რომელთან შეხვედრის დროსაც იმედენად ენით აღუწერელი არის, რასაც ხვდები, რომ შენ სხვა გზა არ გრჩება, გარდა იმისა, რომ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, რადგან ყველაფერს განმარტავთ, ეს იმ სიტყვებში გადმოვიტანოთ, რომელიც ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი გამოცდილებისთვის, ჩვენი გარემოსთვის ნაცნობია. შესაბამისად ის სიტყვის, რომ მაგალითად წმინდა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ანუ ეს რაღაცა სიტყვა ნუმენი აქვს აღებული. აი კანტის ნუმენი მე გუნა მეკითხა, რომ ეგ მაგასთან კავშირში არ არის და ვიტყვი რატო. კანტთან ფენომენა და ნოუმენა გვაქვს, ხო? ფენომენები არის მოვლენები, რომლებიც ჩვენ გამოცდილებაში გვევლინება და ჩვენი კატეგორიების მიხედვით, რომელიც აპრიორი, ესე იგი გამოცდილებამდე მოცემული გვაქვს, გადავიაზრებთ მათ, ხო? და შესაბამისად, მაგალითად, მიმართების კატეგორიით, სუბსტანციის კატეგორიით, სიმძიმით, ასე შემდეგ, ხო?
გავიაზრებთ ის რა არის ეს საგანი. მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად სხვა რამე იგულისხმება და შეიძლება აბსოლუტურად საპირისპიროც კი, იმიტომ რომ მაგალითად ქრისტიანულ ტრადიციაში არსებობს ესეთი აპოფატიკური ტრადიცია, რაც უარყოფით ეძახიან, ძველ ქართულში ითარგმნეს როგორც უკუთქმითი, რომელშიც სიტყვები უბრალოდ თავის ძალას კარგავს იმასთან მიმართებაში, რასაც ხვდები შენ გამოცდილებაში, ხო? და ნუმენი არის ისეთი გამოცდილება რაღაც ღვთაებრივისა, ეს ღვთაებრივისა შეიძლება არ იყოს სხვადასხვა, მაგრამ რაღაცა სხვისა, ესე ამბობს ოტო, რომელსაც ჯერ არ აქვს კონკრეტული წარმოდგენა მიწერილი, რაღაც პრედიკაცია არ ხდება, არ ვამბობთ რა არის კონკრეტულ მეტაფიზიკურად რას ნიშნავს ეს სინამდვილეში რაღაცა პიროვნული ღმერთია ეს არის, ფაქტია რომ რაღაცა უცნაური მოხდა. აი ეს არის ნუმინოზური გამოცდილება. ის ამბობს რომ ამ გამოცდილების შემდეგ, როდესაც ჩვენი შედარებით არაადეკვატური ცნებებით ვცდილობთ რომ ეს აღწეროთ, ყალიბდება ტრადიციები. იმიტომ რომ ენა არის გამსაზღვრელი ტრადიციისა, ხო? მე რაღაცას ვიტყვი რომ რა დამემართა, ვიღაცა შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს, ან შეიძლება არ დაემართოს და ესეთ შემთხვევაში ეძახიან ხოლმე ესეთი ცნება ჩამოყალიბდა aftermystic, რომელიც წამბაძველობას ნიშნავს, რომ ანუ მიმბაძველი იმ გამოცდილებისა, რომელიც შენ არ გქონია. ესეთი ეს არის რა ქვია, ცნება არსებობს და ამ შემთხვევაში ანუ ამ ტრადიციის ჩამოყალიბებასთან ერთად ნელ-ნელა იწერება ტრაქტატები, ყალიბდება მაგალითად რიტუალები, ხო? გამოცდილება aftermystic-ი ნიშნავს, რომ ის თვითონ დამფუძნებელსაც არ ქონია? არა, დამფუძნებელს ქონდა, aftermystic-ი არის, ვინც ამას ამბობს, რომ ეს ქონდაო, მაგრამ არ ქონია და ნუ ტექსტებსაც ეთყობა, ან რაღაც მის შემეცნებას ეთყობა, ასე შემდეგ, ხო? ანუ ხო, ეს არის რაღაცა ზედაპირული მიწაბა. იქნება, რომ თვითონ იმ ავტორსაც რო არ ქონოდა. ეგ კიდე უფრო საინტერესო იქნებოდა, რა თქმა უნდა. ხო, მაშინ შეიძლება ის იყოს საინტერესო საკვლევი, რაში აწყობა და მაგ ყველაფრის მოტყუება, ხო? ანუ რაღაცა. მოტყუებას არ გულისხმობ, გულისხმობ, რომ ისიც ხო რაღაც თავისებურად აღწერს და ანუ ესე იფიქრა უბრალოდ, რომ ჩვენ რომ რაღაცას შეეხო და თავისი წინასწარი წარმოდგენებით თქვა ეს არის ღმერთი, ეს არის ნირვანა და შემდგომ ეს აღწერა გაჩნდა რაღაც მოძღვრება, რაღაცა ისეთი, მაგრამ აი ცოტა ძნელი ის არის ზოგადად ავთენტურობის, ავთენტური განცდების. ეს ფაქტობრივად, ნუ ესეთი ეს aftermystic-ის ცნება ვინ შეიმუშავა, ძალიან პრეტენზიული ნაბიჯი გადადგა, ხო, იმიტომ რომ საკუთარ თავისუფლებას აძლევ, რომ განსაზღვრავისი გამოცდილება ნამდვილია, ვინ არის აფერისტი, ვინ არის ავთენტურად მართლა რელიგიური გამოცდილების მქონე. ნუ არ ვიცი, ალბათ რამე ინდიკატორები არსებობს ცხოვრებაში, რომ ამაში გაერკვე, მაგრამ ამასაც საჭირო, აი ესეც საჭიროებს იმას, რომ ადამიანთან ურთიერთობა გქონდეს, ხო, სუმცირე. ასე რომ ამაზე მეც აღარ დავამატებ, უფრო იმას ვიტყვი, რომ არსებობს მეორე ხედვა, რომელიც რუდოლფ ოტოს ხედვას უპირისპირდება, რომელიც ენას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ცნების მიღმიერ გამოცდილებას. ეგ მაგით იწყებს, ხო? ოტო იწყებს აი ამ რაღაცა კატაფატიკურით, კერდა აპოფატიკურით, რაღაცა მიღმიერით, რომელიც ჯერ ცნებაში არ არის მოხელთებული. აი რასაც მაგალითად ჰუსერლი ეძახის Lebenswelt, ანუ სიცოცხლისა თუ ცხოვრებისეული გამოცდილება, ხო, ეს სამყარო, რომელიც ჯერ ცნებაში არ არის მოხელთებული, ხო? მაგრამ ნახე, აი მაგაზე უფრო შევჩერდეთ. ანუ რით ხდება მოხელთება აბსოლუტის ან ჭეშმარიტის ან მიღმიერის ან უცხოსი, ხო? ეს ერთი გზა არის, თქვათ, რომ გრძნობით და ჰეგელის გზა, დავით, შენას ფიქრობ, ანუ ჰეგელისთვის მოხელთება თვითონ ცნებით ხდება თუ ორივე ერთად არის, ანუ თანხვედრაში არის. ხო, ნუ უფრო ცნებით კი, უბრალოდ ცნებაში რა იგულისხმება? თვითონ, მე მგონი ჰეგელთან თვითონ ცნება არის ამოსავალი პუნქტი. ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ ქართულად გონის ფენომენოლოგიის შესავალი, ზოგი თulis რომ სულის ფენომენოლოგიის შესავალი, ნუ ეს ცნება სადავა. იქ არის სწორედ ამ ხედვის კრიტიკა, რომ ჭეშმარიტება აი მაგალითად ხო, როგორ ძნობა არის, ხო, ეს შლაერმახერის Reden über Religion, ეს არის საუბრები რელიგიაზე, სადაც ის სწორედ რელიგიურ გამოცდილებაზე საუბრობს
და ამას უპირისპირდება ჰეგელი, ის ამბობს, რომ ჭეშმარიტება გრძნობით არ შეიმეცნება, არამედ ცნებით, ხო? ეს არის ცნება არის ამოსავალი წერტილი. მაგრამ ამავდროულად აღიარებს რელიგიურ გრძნობას, უბრალოდ გრძნობა არის უარყოფს, რა თქმა უნდა, კი. გაუშლელი სახით, ანუ მე განვიცადე, მაგრამ ამას არ აქვს შესაბამისი ფორმა მიცემული, რომელიც ეკადრებაო, ანუ ფორმას აქცევს სანდით ყურადღებას, რომ განვიცადე, ანუ რელიგიური გრძნობა ფარულად პოტენციურად იმ ცნების შემცველი არის, რომელიც მე უნდა გამოვლინდეს, მათ შორის საქმეშიც და საქმეც ამ რაღაც ცნების ნაწილი არის, იმიტომ რომ მე მგონი ამით ჰეგელთან ეგ ძალიან დიდი სირთულეა, ხო, რომ რეალურად რა არის რელიგია მისთვის და რა არის ფილოსოფია. არის კი ორი სხვადასხვა რამე, იმიტომ რომ მის ლექციებში ფილოსოფიის შესახებ ის ამბობს, რომ რელიგია არის ფილოსოფია, ფილოსოფია არის რელიგია. ოღონდ განსხვავებული. ოღონდ განსხვავებული, ხო. ენციკლოპედიაში თუ გახსოვს, ანუ იმით იწყებს, რომ რელიგიას და ფილოსოფიას აქვს ორივეს ერთი და იგივე საგანი, ორივე საინტერესებს ჭეშმარიტება, ღმერთი, ადამიანი, ბუნა, სამყარო და მათი ურთიერთობები. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ რელიგიური ფორმა შეიძლება წარმოდგენის ფორმებს და ფილოსოფიური ფორმა ამ ყველაფერს ამუშავებს ცნებებში. მაგრამ იმ თვალსაზრისით როგორც იგივე ხელოვნება თავისი ფორმა აქვს, მაგრამ ხელოვნებაშიც იგივე შინაარსები, როგორც ვთქვათ, ერთი და იგივე შინაარსი შეიძლება ტექსტათაც დაიწეროს და კინოთაც გამოვიდეს. მე ესე ვხედავ ამ ჰეგელთან და ხო აი რო განვაგრძოთ, ანუ შენასაც ამბობდი რომ ანუ ოტოს ხედვა ეფუძნება რომ პირველადი არის გრძნობა? პირველადი არის გამოცდილება. შეიძლება ესა გრძნობა ცოტა ეს იყოს დამაბნეველი იყოს რას გულისხმობ, ხო? ზოგიერთი ხა დასკეფშულ რასაც იყენებს ეს სიტყვა გრძნობა შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა ინტელექტუალურსაც შეიცავდეს, ხო? გააჩნია რომელი ეპისტემოლოგიური ჩარჩოთი ვუყურებთ. არის დღეს კვლევები, რომელიც მიიჩნევს, რომ გრძნობა თავისთავად რაღაც ინტერპრეტაციას უკვე გულისხმობს, ხო? აი ჰეგელის ის არის, იმიტომ რომ თუ მარტო თვალით დანახულს არ გულისხმობ და თვალი ვერ დაინახავს, თუ რაღაც ინტერპრეტაცია არ გაკეთდა, ხო, ან ყური, რაც არ მოვისმინო, უკვე შეფასებით იმაში თუ არა ვარ. აი ჟანი პოლიტი არის ფრანგი ინტერპრეტატორი. დავით საყვარელი. მართლა ძალიან საინტერესო ეს არის, რა ქვია, ტექსტი ჰეგელზე, ხო, ესეთ აქვს ლოგიკა და არსებობა, ხო? კი, ეგეც და მე უფრო გულისხმობ იმას ისტორიის ფილოსოფიის შესახებ მისი ტექსტი ჰეგელზე და ესა გონის სულის ფენომენოლოგიის გენეზისი, ხო, ანუ დაბადება. ამ მე მგონი ისტორიის ფილოსოფიაში ამბობს ამას, თუ არ ვცდები, რომ ჰეგელისთვის გრძნობა მაინც უფრო ცხოველურთან არის დაკავშირებული და ეს არ ნიშნავს, რომ ის გამორიცხავს რელიგიურიდან და ცნებობრივიდან ამ გრძნობებს, იმიტომ რომ ეს ანუ ადამიანის რაღაცა შემადგენელი ნაწილია, ამას ბოლომდე ვერასდროს ვერ რაღაცა მოიცილებ, მაგრამ მაინც არსებითი არის ცნება. ანუ ის ცნება არის ამომავალი წერტილი, რომელსაც უნდა მიაღწიო, ოღონდ საინტერესო ის არის, რომ ცნება ჰეგელთან ახაც კი ძალიან ისე შორს წავედით ჰეგელზე რელიგიიდან უფრო ჰეგელის ფილოსოფიას განხილვაზე გადავდივართ, მაგრამ მისთვის ცნება რა არის? ეს არ არის მარტო ეხა მე რო სიტყვა ვთქვი და მორჩა, ხო? ხო, ეს არ არის როგორც ესმის, რომ ეს სახელი და სიტყვა და რაღაცა. ის ამბობს, რომ მაგალითად ფენომენოლოგიაში ამბობს, რომ ეს არის ეიდოსი, ეს არის სახეობა, ეს არის მაგალითად რო ვთქვათ, მაგალითად იდეა, ხო? იდეა, რომელიც კონკრეტულში ამოიკითხება, ხო? მაგალითად შეიძლება იყოს რაღაცა საგანი, რაღაც გაგება, საზრის რაც არნიჩემს ყველაფერს. კი. და მაგალითად რო ვთქვათ, აი სახეობას თუ ვიღებთ ის კონკრეტულ საგანში, როგორც აი არისტოტელესთან გვაქვს, რომ კონკრეტული საგანი არის რაღაცა ნივთიერებისგან შემდგარი და არსებობს აქტიური ფორმა, რომელიც ამ მასალას, რომელიც მატერიაა და არის პასიური, აფორმირებს, აყალიბებს, თავის ფორმას აძლევს, ხო? ჰეგელი ესე არ მიჩნეული, შეიძლება სხვადასხვა აზრები არსებობდეს, იმიტომ რომ ჰეგელზე ძალიან ბევრი განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ ნუ მაინც ამბობენ, რომ ეს არის არისტოტელესეული მიდგომა, რომელიც ჰეგელთანაც გვხვდება, რომ ცნება არის ის აქტიური პოტენცია, რომელიც ამუშავებს მატერიას როგორც მასალას
უბრალოდ კიდე უფრო ფართო არის ჰეგელის, იმიტომ რომ ის ისტორიაზე გადადის, შეიძლება აი რაღაც არმია მოდის და არმიის ცნება არ არის მარტო სიტყვა, არამედ თვითონ ის არმია არის განხორციელებული ცნება, ხო? ანუ ეს რაღაცეები არის უფრო დინამიკური ვიდრე სტატიკური, იმიტომ რომ ჰეგელი არის დინამიკური მოაზროვნე, კი. საინტერესო ის არის, როცა ცნების ლოგიკის მეცნიერებაში ბოლოს განიხილავს იდეაზე რო გადადის, რაც არის ცნების ცნება, იქ ერთ-ერთი რასაც განიხილავს არის სიცოცხლე. უშუალო იდეა არის სიცოცხლე ამბობს და ანუ ეს იდეა არ არის რაღაცა ტერმინი, რომ ან რაღაცა, ასე ვთქვათ, უბრალოდ მკვდარი კონცეფცია. ამ შემთხვევაში არის ალბათ კიერკეგორი უნდა დავიხმაროთ ამ საქმეში. თვითონ ჰეგელისთვის ყველაფერი არის თვითობა, რომელმაც თავის, ზელფს ანდერს ვერდენ არის გერმანულად, რომ თვითის სხვად ხდომა, ის თვითის სხვად ქცევის პროცესში ის ხდება სხვა, მაგრამ ისე რომ საკუთარ თავთან რჩება, ხო? ეს არის მისი ესე იგი დინამიკური დიალექტიკური პროცესი, რომელშიც სხვად როგორც კი გახდება, ის სხვა საკუთარი თავის ნეგაციით უბრუნდება იმ თვითს, ხო რაღაცა. უნება არის სხვადყოფნა. კი ბატონო, ამ სხვადყოფნაში ჯდება ისტორიაც, რელიგიაც, ფილოსოფიაც, ყველაფერი, ხო, იმიტომ რომ ამ პროცესში მე დიალექტიკურ პროცესში, რომელიც არის, არ ვიტყვი რომ ეხა თეზისი, ანტითეზისი, იმიტომ რომ ამაზე ბევრი დავა არის, რომ ჰეგელის არის, არ არის, სავარაუდოდ არ არის, მაგრამ კარგი იარაღი არის იმის გასაზრებად, რის თქმა უნდა ჰეგელს სხვა ამ ხრივ, მაგრამ თავარი ეს არ არის. და აი ამ პროცესში მარტივად რო ვთქვათ, სხვა ჭეშმარიტად და აბსოლუტურად სხვა არ არსებობს. ხო ეს გამოდის, იმიტომ რომ მე ეს თვითი თუ რაღაცა სხვადყოფნის პროცესში გახდა ის, რაც არ იყო, მაგრამ თან იყო და მე ამ თავის ნეგაციით საკუთარ თავს დაუბრუნდა, მაშინ ჭეშმარიტად სხვა არ არის და როგორც კიერკეგორი ამბობს, რომ გენიოსი არის ჰეგელი არის, რა ვიცი, ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, თუ კი იტყვის, რომ ყველაფერი რაც თქვი, იყო სისულელი. ხო? ეს გვახსენებს იმას, რა ქვია, თომა აკვინელის ეხლა გვაქვს ეს ხო სუმა თეოლოგია და რავი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტაფიზიკოსი შუა საუკუნეების და რაღაცა გამოცდილება დაემართა კაცმა არც რა არის ზუსტად, დაახლოებით აღწერები გვაქვს და ამბობს რომ მე რაც ვილაპარაკე ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს. ჩალის ღეროოთ რაღაც ეს. ხო, ანუ ამას მნიშვნელობა დაეკარგა, ხო? რაღაცა ესეც ითხოვს კიერკეგორი ჰეგელისგან, რომ უდიდესი ფილოსოფოსი ხარ და თქვი რომ სისულელია. და ეს რაღაცი იმიტომ რატო ამბობს, იმიტომ რომ კიერკეგორისთვის სხვა ჭეშმარიტად სხვა არსებობს. ანუ ეს არ არის მხოლოდ თვითის სხვადყოფნის ნეგაციით მიბრუნებული საკუთარ თავში და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ჭეშმარიტად სხვა. ეს არის ღვთის სიტყვა მისთვის და ასე შემდეგ, ხო? აი, თუ შეიძლება. არა, რა თქმა უნდა. მიკროფონი ოდნავ ახლოს მიწია. კი. ხო, ანუ პასკალის შემთხვევა იქნება ალბათ ძალიან საინტერესო და რუდოლფო თუ განიხილავს. ანუ თქვენ ახსენეთ ეს უშუალო მერთან ანუ შეხვედრის გამოცდილება. პასკალის შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ ანუ საქმე გვაქვს დიდ მეცნიერთან, მექანიცისტური მოდელის ერთ-ერთ ფუძემდებელთან. დიდ მოაზროვნ გენიოსთან. ფაქტურად ამის შემდეგ მეცნიერებამ დაკარგა პასკალი. ანუ ვიცით რომ მას ჰქონდა ეს გამოცდილება, რომელიც მან აღწერა როგორც ანუ უბსკრული, ხო, რაღაც ესე დაარქვა, ხო? უბსკრული ანუ ეს ესეთი დამკვიდრებული ერთ-ერთი მთავარი ცნება გერმანულ მისტიკაში, ხო, თქვა იაკობ ბიომესთან და ანუ შემდგომ ბიომეს გავლით, თქვა შელინგთან და ასე შემდეგ, ანუ ეს მაინც ეს ტერმინი მნიშვნელოვანია, ხო? და ანუ აი თქვენ რას იტყვით, აი პასკალი რას წერს, რომ არა ფილოსოფოსთა ღმერთ, აი თქვენ რაზეც საუბრობდით, ხო? არა თქვათ ღმერთ პიროვნული, ხო? ხარათუმღაც ჰეგელს ძალიან ერჩია, რომ ანუ ჰეგელი არის რაღაც ესეთი სიმბოლო ფილოსოფოსის და ანუ მისი ეს წარმოდგენები ღმერთზე, ანუ არა ეს არის კონსტრუქციები, კარგი ჰეგელის თავი დავანებოთ. ანუ არა ფილოსოფოსთა ღმერთი ამას ამბობს პასკალი. არამედ აბრაამის ცოცხალი. ეს რა თქმა უნდა უკვე ქრისტიანული ტრადიციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არის.
პასკალი მე ვიტყოდი რომ აი მაგალითად ბაჩანა ბერგაძის თარგმანის შესავალში მთარგმნელის შესავალში წერია რომ ბევრი ჩამოთვლილია ვინ იტყვის რომ აი მეცნიერებას წართვა ქრისტიანობამ დიდი მოაზრო უნდა და ასე შემდეგ მაგრამ სინამდვილეში და ბაჩანას აქვს ეს ხაზგასმული რომ როცა გახდა მორწმუნე მის შემდეგ ძალიან ბევრი აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერებისთვის თავი არ დაუნებებია პირიქით რაღაც მომენტში არისტოტელეს მიმდევარ ფილოსოფოსებთან დავაში სიცარიელის მნიშვნელობა ფიზიკაში წამოწია რომელიც მაგალითად უარყოფილი იყო ამ რა ქვია არისტოტელეს მიმდევრების მიერ შესაბამისად მე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა რელიგიური ადამიანი გახდა ის მორწმუნე გახდა მთელი გულით სწამდა ღმერთის მაგრამ მეცნიერება მისთვის მტერი არ გამხდარა ეს არის რა თქმა უნდა ნომინოზური გამოცდილება რაზეც ლაპარაკობს ამის მიზეზი იყო თუ არა მამამისის ავადმყოფობა ეს რთული განსასაზღვრია იმიტომ რომ როგორც ვამბობთ ნომინოზური რაღაც მომენტში უპირობოა ხო ანუ რაღაც კონკრეტულ პირობასთან დაკავშირებ შეიძლება დამაბნეველი გახდეს რეალურად თუ იმან გამოიწვია ესე იგი შეიძლება მაგალითად სხვასთან რატო არ გამოიწვია ამან ხო აი ძალიან ცოტა პრობლემური არის მაგრამ მოდი იმასთანაც დავაბრუნებ ამ საკითხს რომ არსებობს ესეთი ფილოსოფოსი უფრო ანალიტიკური ტრადიციის მიმდევარი და არა კონტინენტურის ეს არის სტივენ კაცი რომელიც ასევე რელიგიის მკვლევარია და ამბობს რომ ინტერპრეტაციას აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ ტრადიციები მაგალითად ახლა ყველას ესე უცბად რაღაცა რელიგიური გამოცდილებები არ ემართებათ, არამედ ეს ინტერპრეტაციები არის რაღაცა ენის ფენომენები, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ და პირიქით ენა გვეხმარება ამ გამოცდილების მიღებაში. თუ დავაკვირდებით, ეს არის აბსოლუტურად საპირისპირო შეხედულება, ხო, იმის რაც აქამდე განვიხილეთ, ეს არის რომ და ამაში ეთანხმება რიჩარდ შეფლერიც, კათოლიკე ფილოსოფოსი არის, რომელიც ძალიან საინტერესო მოაზროვნეა და ამბობს, რომ აი ეს ტრადიცია და ენა არის ფაქტობრივად რელიგია დგას ენის მასწავლებლებზე, იმიტომ რომ მშობლები, გარშემომყოფი ადამიანები, ვინც ამ ენაზე ლაპარაკობენ, ისინი ეხმარებიან ისეთი რაღაცების ამოცნობაში სამყაროში, რომელსაც თვითონ ვერ ამოიცნობდნენ და ამ შემთხვევაში ეს რაღაცა, როგორც შეიძლება მეცნიერებაში შენ დაგეხმაროს ვიღაცა რომ ფორმულები გასწავლოს და მე შენ თვითონ დაიწყო ამაზე მუშაობა, ისევე რელიგიაშიც შენ ენას გაძლევენ, რომელიც რაღაცა ამ გამოცდილებისაკენ მიგიწვის. ამ შემთხვევაში შეფლერისთვის განსაკუთრებით დიდი გამოწვევა არის, რაც დღევანდელი ენის ფილოსოფიის დიდი გამოწვევა არის ენობრივი ჰეტერომორფია, ის რომ სხვადასხვანაირი ენები არსებობს, მაგალითად მათემატიკური ენა არსებობს, რაღაცა უფრო ეთიკური ენა არსებობს, რელიგიური ენა და ესთეტიკური, რომელი არის მაშინ? ხო, იმიტომ რომ ფაქტი არის ერთი საგანია, აქედან უყურებ ესე არის, იქიდან პერსპექტივის მრავალფეროვნება და ენობრივი მრავალფეროვნება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ამ შემთხვევაში გამოცდილების ეპისტემოლოგიაში და მე ძალიან მომწონს რა ვარდიანცაც გვთავაზობს რიჩარდ შეფლერი, ძალიან აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ვიტყვი რა მოდელს გვთავაზობს რომ რელიგიას დაუბრუნდეთ, ის ამბობს რომ შემოაქვს თვითონ ნეოკანტიანელებს აკრიტიკებს, მაგრამ თვითონ კანტის აზრების გადააზრებას ცდილობს, ის ამბობს რომ თუ კი მაგალითად კანტმა გითხრა რომ აი არისტოტელემ ამდენი კატეგორია შემოგთავაზა და მე უფრო მეც შემოგთავაზებთ რომ უფრო ზუსტად აღწეროთ ხო უფრო ორგანიზებული უფრო ზუსტი და ასე შემდეგ მაგრამ მისთვის ეს იყო რაღაცა სტატიკური რა ეს არის და აი ეს მოცემულობა რო გვაქვს და ამ კატეგორიებით ვიმეცნებთ სხვა არც არსებობს ხო ეს ენობრივი ჰეტერომორფია ამას აბნევს ამ შემთხვევაში ჰეგელი იყო ერთ-ერთი შეფლერის განიხილავს მას, რომელიც ცდილობს, რომ რაღაც მომენტში აი ეს კატეგორიათა ცვლილების პროცესი ახსნას ისტორიული პროცესით, მაგრამ მერე შემოდიან ნეოკანტიანელები, მერე არის ეს ონტოლოგიური მცდელობა, რომელიც საერთოდ ეპისტემოლოგიის გადალახვას ცდილობს, ასე შემდეგ, მაგრამ შეფლერის მიდგომა არის, რომ საჭირო არ არის კატეგორიების მოშორება, არამედ საჭირო არის იმის დანახვა, რომ კატეგორიები თვითონ არის დინამიკური, ანუ არ არის სტატიკური რამ და გამოცდილებასთან ერთად იმ სიტყვა პრეტენზიას იყენებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის, რა ქვია, გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობა, სამყარო რა პრეტენზიასაც გვიცხადებს თავისი საგნებით,
იმასთან ურთიერთობაში რომ შევდივართ და დიალოგში შევდივართ, იქ ყალიბდება ის მთავარი კატეგორიალური ცნებები, რომლითაც სამყაროს ვიმეცნებთ და ეს ცვალებადი შეიძლება იყოს. გულისხმობს, რომ ის კანტისეული 12 კატეგორია არის დინამიური თუ სხვა კატეგორიები არსებობს? ამ შემთხვევაში ესეთ რამეს გვთავაზობს, რომ ეს კატეგორიები, რომლითაც კანტი განიხილავს, ხო, გამოცდილებას იმისგან განსხვავებულ კატეგორიებს უშვებს, რადგან როგორც ვთქვით, ლაპარაკობს რელიგიურ გამოცდილებაზე, სადაც არის მაგალითად უფრო შეიძლება ესთეტიკურთან ოდნავ უფრო ახლოს არის ეს ენა, მაგრამ მაინც უფრო დამოუკიდებელია, რაღაც მაგალითად სიტყვა წმინდა, ხო? რუდოლფ ოტო ამბობს, რომ ერთ-ერთი კატეგორია არის წმინდა. რატო? იმიტომ რომ თუ კი გამოცდილებაში მოგეცემა, შესაბამისად აპრიორი თუ უნდა არსებულიყო შენში ესეთი რამ, ამის კატეგორია უნდა გქონდეს, რომ ამის შემეცნება შეძლო შენს ყოველდღიურობაში, ხო? მინდაში ზუსტად რას გულისხმობს? ანუ როგორც პირველადი იმპულსი გამოცდილების? ამ შემთხვევაში ეს არის ნუმინოზური გამოცდილებით, რასაც ვხვდებით, ის არის სინამდვილეში, როცა უკვე ინტელექტი ერთვება ამის გააზრებაში, ეს არის წმინდა. ანუ მაგალითად მირჩა ელიადეს იცნობს ბევრი და სინამდვილეში მირჩა ელიადეს წიგნი საკრალური და პროფანული არის კომენტარი ოტოს წმინდაზე. იმიტომ რომ ოტოს წმინდა რომ დაიწერა, გახდა ძალიან დიდი ბესტსელერი და ესე იგი ელიადემ ესეთი რამ გააკეთა, რომ საკრალური და პროფანულის პირველივე გვერდებზე ამბობს, რომ აი ოტო რომ ამბობს, რომ რაღაცა ეს das ganz anderes, სრულიად სხვა, ეს ნუმინოზური და წმინდა, რაზეც ლაპარაკობს, მეც ეგ უნდა გამოვიკვლიო, ოღონდ მინდა რომ ეს მის მთლიანობაში მოვიცვა და არა კონკრეტულად რაღაც ან რომელიმე ტრადიციას მოვარგო. და ის ამბობს, რომ ნუ მე იკვლევს ამ რაღაც საკრალულსა და პროფანულის დაპირისპირებას. მაგრამ რას უბრუნდებით ახლა აქ, რომ წმინდა როგორც ასეთი როგორც მაგალითად ოტოს გარდა სხვა მკვლევარებმაც აღმოაჩინეს ეს რომ რელიგიებში არსებობენ რელიგიები, რა თქმა უნდა, სადაც ღმერთის იდეა არ არის, არსებობენ რელიგიები, სადაც სული არ არის, არსებობენ სხვა, მაგრამ ყველა რელიგიაში ხო ცხონება არ არის, მოქშა არ არის, რაღაცა სოტერიოლოგიური გამოცდილება არ არის, მაგრამ ყველგან არის რაღაცა წმინდა და რაღაცა პროფანული. შეიძლება რაღაცა პროფანული არ იყოს, მაგრამ სუმცირე წმინდა მაინც რაღაცა არის, ხო? ანუ შესაბამისად ის ამბობს, რომ ეს იმდენად ძირეული რამე არის, ამის როგორც რავი, საგნებზე გვაქვს რაღაც კატეგორიები, ესეთი კატეგორია უნდა გქონდეს წმინდას შესახებ. ეს აპრიორი კატეგორია არის, აი აქ შეიძლება უკვე დავაკავშიროთ კანტის ნოუმენურ სამყაროსთან, ხო? იმიტომ რომ ეს ფაქტი არის, რომ ამასთან კავშირს ცდილობს, რასაც ბევრი აკრიტიკებს რელიგიის ფენომენოლოგიაში, რომ რაღაც კონკრეტულ მეტაფიზიკურ ჩარჩოში ჩასმა ამისა ისე აცემენტებს, რომ სხვა რელიგიებზე შეიძლება ვეღარ მოარგო და ასე შემდეგ. ეს არის ოტოს მცდელობა. მაგრამ ეს დიალოგური მეთოდი, რომელიც შეფლერის მეთოდი არის, ხო, უფრო ახლოს არის რეალობასთან, ხო, იმიტომ რომ ინტერპრეტაციის პროცესში შენ დიალოგში შედიხარ იმ სამყაროსთან, იმ საგნებთან, იმ ადამიანებთან, პიროვნებებთან, რაღაც ყველაფერთან, რასაც ურთიერთები და ამ ურთიერთობაში ხდება ამ ყველაფრის გადააზრება არა მის წინ, ანუ აპრიორი, არა აპოსტერიორი მის შემდეგ, არამედ პროცესში. და ეს მგონია რომ საკმაოდ ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, იმიტომ რომ ყველა რელიგიური გამოცდილება, რომელზეც ვისმენთ, რა თქმა უნდა, ეხა ტექსტების სახით გვაქვს შემორჩენილი და შესაბამისად ეს უკვე გადააზრებულია, მაგრამ მოგვითხრობს ამბებზე, რომელიც თვითონ გამოცდილების პროცესში იაზრებენ ამ მოვლენებს და არა მაგალითად რაღაცა დამემართა და მე დავჯექი და მოვიფიქრე რა იყო ეს. ხო. საინტერესო არის. ხო, აი მაგ თვალსაზრისით თვითონ რელიგიის ცნებას რომ დაუბრუნდეთ და მის როლს ადამიანის ყოველდღიურობაში. აი კიდე რა მინდოდა მეკითხა რომ აი შენ როგორც რელიგიის მკვლევარი, ხო? და რელიგიის ფენომენოლოგიის მკვლევარი. აი როცა ამ საკითხებს უყურებ ფენომენოლოგიურად ან მეცნიერულად. ეს როგორ მოქმედებს შენს ან რო განვაზოგადოთ, როგორ ფიქრობ, როგორი მოქმედებს ეს მორწმუნე ინდივიდზე დაუშვათ. ანუ მიუხედავთ იმისა, რის ისწამს. კი ბატონო. ეს აგნოსტიციზმში ხო არ გადაყავს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ესეთი რამე ვთქვათ, გააჩნია რა თქმა უნდა მკითხველს, გააჩნია მკვლევარს,
არის ამაზე დებატები, რელიგიური უნდა იყოს თუ არა ადამიანი, როდესაც რელიგიას იკვლევს. არსებობს ესეთი ცნობილი სოციოლოგი მაქს ვებერი, რომელიც ამბობდა, რომ არიან ადამიანები, ვინც არიან რელიგიურად მუსიკალურები, ამ სიტყვას იყენებს. და არიან ვიღაცები, ვინც არ არიან რელიგიურად მუსიკალურები. საინტერესოა, რომ ამბობს, რომ მე არ ვარ რელიგიურად მუსიკალურია, მაგრამ იკვლევს რელიგიას, ხო? ბევრისთვის ეს არის ძალიან პრობლემური. მაგალითად, დღეს არის ძალიან ცნობილი სოციოლოგი ჰანს იოასი, რომელიც ამბობს, რომ მე თუ მუსიკალური ინსტრუმენტები არ მესმის, მე თუ მაგალითად სმენა არ მაქვს, როგორ ვიკვლიო მუსიკა? თუ კი რელიგიურად მუსიკალური არ ხარ, როგორ უნდა იკვლიო რელიგია? ამ კითხვას სვავს. ჩემი აზრით, თლადესი მარტივი არ არის საქმე, ანუ შეიძლება შედარებით ოდნავ უფრო აი ამ ფენომენოლოგიაში რაც არის ეს ბრეკეტინგ, რო ეს შენი რაღაცა მეტაფიზიკური განსჯები გვერდზე გადადო და ისე დააკვირდე ფენომენებს, ამის შესაძლებლობას იძლევა. თვითონ დარგი აგნოსტიკურია, მაგრამ მორწმუნეს შეუძლია რომ თვითონ ან გადააფასოს თავისი რწმენები, ან პირიქით უფრო გამყარდეს თავის რწმენაში, ხო? ძალიან კითხეთ, ბოდიში რო გაწყვეტინებ. ახე, თქვათ მე ვარ ისლამის მიმდევარი და ვიკვლევ და შეკვლევებში, ანუ პაულო აღმოვაჩენ, რომ ანუ რადგან ადრე ისლამის კუთხიდან უყურებდი სხვებს და მაგითო იმაჩნდა, რომ ისლამი უპირატესია, რაც ქრისტიანობაზე ვთქვი, რომ შენ რაც ახსენე, რომ ქრისტიანები რადგან სხვებს თავისი კატეგორიებიდან აფასებდნენ, იერარქიის მწვერვალში თვითონ ექცეოდნენ. კი ბატონო, შლაიერმახერიც ამას აკეთებდა, ჰეგელიც ამას აკეთებდა, თითქმის ყველა ამას აკეთებდა. ხო, და იმის შემდეგ დავუშვათ, რომ ადამიანი რაღაცნაირად აი თუნდაც აფრიკული რა ვიღოთ რაღაცა კულტით, ფეტიშიზმ და რაღაცა. კი ბატონო. ესეც რო ერთ წიფთხეში დააყენოს, რომ ან ახლა რაღაც გაგებით კვლევარი თითქოს შეფასებისგან უარს ამობს რაღაც თუ შეიძლება გახოს და თავის შიგნით დაუშვათ ეს უკვე პირადი გამოცდილება იქნება და უკვე ცოტა სამეცნიერო დარგის ფარგლებს კი გაცდება, მაგრამ ფენომენოლოგიურად საინტერესო მასალას შექმნის ჩემი აზრით თუ მაგაზე დაწერს ახლა. მე მგონია რომ ზოგადად ახლა როგორც ამ დარგში, ისევე მაგალითად რელიგიათა შორის დიალოგში ისინი უფრო იღებენ მონაწილეობას, ვინც ერთი მხრივ საკმაოდ მყარად არის თავის ტრადიციაში და მეორე მხრივ აქვს ღიაობა რომ მოისმინოს სხვა თვალსაზრისებიც. ის ადამიანები, ვინც მაგალითად ყველანაირ კავშირს და ყველანაირ შეხების წერტილს უარყოფენ და სხვათა შორის ძირითადად ესეთი ადამიანები არიან, ვინც საკმარისად არ არიან გარკვეული საკუთარ ტრადიციაში, იმათ ეშინიათ ინტერრელიგიური დიალოგის ისევე როგორც რელიგიის ფენომენოლოგიის და მსგავსი დარგების, იმიტომ რომ მე თუ ამაში მყარად არ ვარ, რაღაცა სხვა ინტერპრეტაციის მოსმენა მაბნევს და ვაიმე შეიძლება ესე იგი ის არის საერთოდ საფუძვლები რწმენის. მე მგონია რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ტრადიციაში კარგად ერკვევა, მგონია რომ პირიქით გაუმყარებს იმას ამ რწმენას, შეიძლება ყველა შემთხვევაში ასე არ იყოს, მაგრამ მგონია რომ უმეტეს შემთხვევაში ასე იქნება, იმიტომ რომ მაგალითად ვახსენეთ პასკალის გამოცდილება, ხო? პასკალი ამბობს, რომ მაგალითად არა ფილოსოფოსების ღმერთი, არამედ აბრაამის ღმერთი, პიროვნული ღმერთი. ჰეგელის კატეგორიებში ეს საერთოდ გაუგებარი იქნება, იმიტომ რომ ამბობთ, რომ მისთვის ფილოსოფია და რელიგია მაინც ერთი საგნისკენ მიემართება, ხო? პასკალის ენა გამართლებული არის, იმიტომ რომ ფილოსოფოსთა ღმერთი გარკვეულწილად არის ფორმულა. ხო, რაღაცა აბსტრაქცია. და როდესაც ვსაუბრობთ პიროვნულ ღმერთთან შეხვედრაზე, ეს არის სრულიად სხვა განზომილება, რომელიც მგონია, რომ ფენომენოლოგიის გარეშე ძალიან იშვიათად რომ ვინმეს მიეკვლია თუნდაც ქრისტიანულ საღვთისმეტყველო ტრადიციაში, მაგალითად კაბადოკიელი მამების თეოლოგიაში არსებული მიმართების კატეგორიის გადააზრება. მე ვიკვლევ ამას. სამების ღვთისმეტყველება არის სინამდვილეში სიყვარულის ონტოლოგია ერთის მხრივ და ასევე მიმართების ცნების გადააზრება. ესე იგი საბერძნეთში, როდესაც მაგალითად არისტოტელე წერდა და ან მოდი პლატონით დავიწყოთ, პლატონი როდესაც წერდა თავის ტექსტებს, მას ჰქონდა ესეთი გაყოფილი ერთის მხრივ სუბსტანცია და მეორე მხრივ აქციდენცია. სუბსტანცია იყო რაღაცა არსებითი, არსობრივი და აქციდენცია იყო რაღაცა შემთხვევითი. მაგალითად, რომ თქვათ, რომ არსებობს რაღაცა ნივთი, თუნდაც ეს ჭიქა, მისთვის არსებითი არის რაღაცა კონკრეტული მახასიათებლები
და ის რომ რა მიმართებაშია ჩემთან თუ ამაგიდასთან თუ ასე შემდეგ ეს არის მისთვის მეორადი. ადამიანზეც ესე იყურებდნენ რომ მაგალითად ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მისი არსობრივად რა არის, ადამიანის არსი არსებობს, პლატონისთვის ეს არის იდეა ადამიანის, ხო? და რაღაც ჩვენ ვართ ამისი ანარეკლები, რაღაც მატერიალურ სამყაროში და ჩვენი ურთიერთობები ამ არსს არ განსაზღვრავს, არამედ ეს არის აქციდენციები, შემთხვევითობები. საინტერესო ის არის, რომ კაბადოკიურ ღვთისმეტყველებაში მიმართება და ურთიერთობა როგორც ასეთი ონტოლოგიურად უფრო აღმატებულ მნიშვნელობას იძენს და ეს აღარ არის რომ მე რა ურთიერთობა მაქვს სხვებთან ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ პიროვნულად და ცნება პიროვნებისა აქ მართლა ძალიან საინტერესოდ არის განსაზღვრებული. პიროვნების ცნება არის მიმართებითი ცნება, ანუ ურთიერთობაში დაფუძნებული ცნება. თქვენ როგორ გეურთიერთებით ან სხვა ადამიანებს როგორ ვეურთიერთები ან სამყაროს როგორ ვეურთიერთები, ამ ურთიერთობაში ჩნდება როგორი პიროვნება ვარ მე. ანუ ეს ჩემი მყოფობის გვარი არის, რომელიც განსაზღვრავს როგორი ვარ და პიროვნულად ვინ ვარ. ხენაყოფით შეიცნობა. ეგეთი აი ხო ჰეგელს პრინციპში ეგ აქვს, მე მგონი, აი როცა კულტურას აფასებს, როცა რაღაცაზე საუბრობს, შეიძლება ეხლა წინაზე ლექციაზე საუბრობდით, რომ მაგალითად ინდოეთს აფასებს როგორც რაღაც ერთ მთლიანობას, რაღაც სისტემას რა. მაგრამ ისევე როგორც სხვა კულტურები, ინდოეთი ძალიან მრავალფეროვანი იყო, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გავლენებით, თქვათ, ჰინდო-ბუდისტური. ერთი მხრივ, რამდენად შესაძლებელია, რომ ესე გენერალიზირებულად შევხედოთ ამ რაღაცებს, რომ არ დავშალოთ, მაგრამ ის მაგ მეთოდს იყენებს ჰეგელი, რომ აი ჯამურად, რადგან მთლიანობაშია ინდოეთში არის, თქვათ, კასტური საზოგადოება, ეს არის დომინანტი, ესე იგი შედეგი ეს არის, ესე იგი თქვენი ფილოსოფიაც ეგეთი ყოფილიყო. ესეთი უნდა ყოფილიყო, ხო? ეგეთი იქნებოდა, იმიტომ რომ სხვანაირად, თან ფაგავადგიდასაც ხო კითხულობ იოგა სუტრასაც, იქაც ნახა ამის დასტური, ანუ ამ ეს განზოგადება მე არ ვარ დარწმუნებული რამდენად ყოველთვის მართალია, მაგრამ აი ეს შედეგის მიხედვით მსჯელობა, რომ ეხლა მე არ ვიცი თქვენ რა ფილოსოფია გაქვთ, მაგრამ თუ ერთმანეთში თქვა ჩხუბობთ ყოველ დღე, ესე იგი რაღაცა ვერ აქვს ფილოსოფიაში. თული რამე პირობითია ყოველთვის, ხო ეს რის მიხედვით ვაზოგადებ, ხო? მაგალითად თუ ავდგები და ქრისტიანობას გავაზოგადებ, ესე იგი ჯვაროსნული ომებით, მაშინ სულ სხვა რამეს მივიღებ, ხო? თუ შევხედავ მას აი პიროვნების ცნებით, რომელზეც ვილაპარაკე, რომელიც სხვათა შორის კარტეზიანული ცნება არ არის და სულ სხვაგვარად გაგებული პიროვნება არის, მაშინ საერთოდ სხვა რამეს მივიღებ, ხო? სიყვარულის ფილოსოფიას მივიღებ. თუ შევხედავ რაღაცა თუნდაც დღევანდელი მდგომარეობით, ისე ომებთან დაუბრუნდები და ზოგიერთ შემთხვევაში ხო ეს არის რაღაც გაგებით განზოგადება, ალბათ ყველა ვარიანტში გამოვა, რაღაცა შეფასების კატეგორია მაინც იქნება, მაგრამ სხვათა შორის აი ბოდიში ვიტყვი და რო არ დაგავიწყდეთ, რელიგიის ფენომენოლოგიაში მიჩნეულია, რომ ერთი ისლამი არ არსებობს, ერთი ქრისტიანობა არ არსებობს, ერთი ინდუიზმი არ არსებობს, ეს არის ძალიან მრავალფეროვანი ცნებები, რომელიც განსხვავებულიც, ხო? კი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მით უმეტეს განსაკუთრებით ჩამოყალიბდა ესეთი მიმართულება, რომელსაც ქვია lived religion. Lived religion არის ალბათ ყველაზე თავისუფალი დარგი ამ რელიგიის ფენომენოლოგიაში. ქართულად სხვადასხვანაირად თარგმნიან, არის განცდილი რელიგია, ზოგან არის რაღაც ყოველდღიურ რელიგიურობას ეძახიან, ძალიან რთული სათარგმნი არის, იმიტომ რომ ნაცხოვრებად ცოტა უცნაურად ითარგმნება, ხო ესე არ გამოდის და ანუ ის რაც შენ გამოცდილებაში არის, მაგრამ საინტერესო ეს არის, რომ lived religion-ის მიმართულება საშუალებას გაძლევს, რომ კონკრეტული ინსტიტუციის თვალსაჩინარისგან გათავისუფლდე, შეხედო ადამიანები ყოველდღიურობაში როგორ ცხოვრობენ. მაგალითად, მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც ეკლესიაში დადის, ქრისტიანად მიიჩნევს თავს, მაგრამ მეორე მხრივ მაგალითად რაღაცა ისეთ საკეთებს, რაღაც ან მაგალითად ბუდისტური ტრადიციიდან უყვარს ისეთი რაღაცები და ამის ის წამს, რომელიც შეიძლება ინსტიტუციამ არ აღიაროს, გაჩნია ინსტიტუციასაც რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ რომელსაც მიაკუთვნებს თავს ის არ აღიარებს, მაგრამ ეს ყოველდღიურობაში ამას აკეთებს. მაგალითად, ბახს რო უვლის, თulis რომ ეს რაღაცა სულებთან აქვს ურთიერთობა. ესეთი რაღაცა შეიძლება მისმა უღდელმა არ მოიწონოს, ხო? Lived religion-აც არის ეს მიმართულება, ეს დარგი საშუალებას გაძლევს, რომ ესე ინსტიტუციური თვალსაჩინარიდან, ხო, ერთმანეთისთან, ესე ურთიერთწინააღმდეგობრივი ფენომენები არ მოიშორო შენი კვლევიდან, არამედ პირიქით ეს აქციო შენი ინტერესის საგნად. ესეთი მრავალფეროვნება იმდენად დიდია,
რა ვიცი ხა რაღაც შეგვიძლია რომ რაღაც კაზინოებში რომ ნახო მაგალითად ხატი ან რაღაც ესეთი ან სკოლაში რომ ნახო ხატი ან რაღაც ესეთ ან უნივერსიტეტში ნახო ხატი ხო ან რაღაც ესეთი ესეც ეგეთი ერთ-ერთი მაგალითია რომელიც ანუ რაღაცა ისეთ სივრცეში რომელიც არ არის საკრალური უცბად რაღაც პროფანურ სივრცეში გიხვედრებს ამ წმინდა ნივთებს ხო ესეც საკვლევის საგანი არის მეცნიერების თვალსაზრისიდან რა თქმა უნდა მაგრამ ეს ყოველდღიურობის ნაწილად არის ქცეული ვიღაცისთვის ან მაგალითად ბაზრობაზე შეიძლება გაიარო და ესეთი რელიგიური ნივთები დაგხვდეს, რომელსაც უბრალოდ არ ელოდები, ხო? ეს არის აი ამ ყოველდღიური რელიგიურობის კვლევის საგანი და მრავალფეროვნებას უფრო მარტივად იხელთებს, ვიდრე უფრო სისტემატიკური საღვთისმეტყველო მიმართულებები. რაღაც არა, დაასრულეთ. არა, ჩვენ ხო, ანუ ეს ცნება საკრალური, რა თქმა უნდა, გულისხმობს პროფანულს, ხო? ანუ ეს მჭიდრო ურთიერთკავშირშია, ხო, ეს ორი ცნება. ანუ ნიცშე ამბობდა ასეთ რაღაცას. ჩვენ რომ გავაუქმეთ ეს ზეგრძნობადი, ანუ რასაც ეწოდებოდა ჭეშმარიტი სამყარო, ზეგრძნობაც, ამასთან ერთად ამავე დროს გავაუქმეთ ანუ გრძნობადის, ხო? ანუ ეს არის საინტერესო ხშირად ასე ესვამენ საკითხს, რომ ანუ ეს თუ უნდა ჩავხსნათ ეს მეტაფიზიკური ტრადიცია. ეს უნდა გავაუქმოთ, ანუ მთლიანად თქვათ პლატონის, ну, ასან მთელი ეს მეტაფიზიკური ტრადიცია რელიგიური, მაგრამ ანუ აღარ უნდა ვისწავლოთ თუნდაც როგორც ისტორია რა, იმიტომ რომ ეს ჩვენ დროს გვაკარგინებს თქვათ. აი უბრალოდ მაინტერესებს აი თქვენი აზრი, რას ურაცხებულობთ, ხო? ანუ თუ გავაუქმებთ საკრალურს წმინდას, ხო? არა ინფორმით, ახლა როგორც ხან საუბრობთ რომ რაღაც აი ძალიან ესე აი როგორ თქვა, ახლა რომ მალაიკაც შეხვდები რაღაც სამარშრუტო ტაქსებში და ანუ მაგ ფორმით კი აი ნახე, ну რაღაც ესეთი ფორმით, თავის ჭეშმარიტი ფორმით, ხო? ანუ რას როგორ სამყაროს როგორ სურაცხებულობთ, ხო? ანუ მეგონი პროფანულიც აღარ ვქნა. პროფანულიც ხრება ამ შემთხვევაში? კი, აი ნიჩამს რომ ანუ თუ ამას გავაუქმეთ, ხო? ჭეშმარიტ სამყაროს, ზეგრძნობას, ამავე დროს ვაუქმეთ გრძნობასაც. ლუთერის ის გამახსენდა აქცია ერისკაცი ბერად და ბერი ერისკაცად რაღაც. ურთიერთ მარქსი რო ეს გადადის რეალიტეტი. ხო, ამ შემთხვევაში ნუ ლუთერი მაინც საკრალულს არ აუქმებს, ამ პროფანულსაც შესაბამისად ტოვებს, მაგრამ საკითხავი ალბათ პირველ რიგში ის არის საერთოდ ეგეთი რამე მომხდარა თუ არა. სრულყოფილად არარელიგიური, სრულყოფილად არასაკრალიზებული ან საზოგადოება, ან რამე სივრცე თუ არსებულა, ხო? ეს ძალიან რთული საკითხია და რეალურად დესეკულარიზაციის პერიოდის მკვლევრები სწორედ ამას იკვლევდნენ, იმედი ჰქონდა ზოგს, რომ საერთოდ გაქრებოდა რელიგია. დღეს რეალურად ამის საპირისპირო დესეკულარიზაციას ვიღებთ და არა საკრალიზაციას და შესაბამისად, ანუ ეს მოცემულობაც, ну, მაგალითად თუ ელიადეს დაუჯერებთ, ის რასაც აკვირდება იმ რიტუალებს, რასაც ყოველდღე ადამიანი აკეთებს, მაინც როდესაც თვითონ ცდილობს რომ პროფანულად გაიაზროს, არის ელემენტები და ძალიან საინტერესო ელემენტები აქვს წამოწეული, ქცევის წესები მაგალითად მაგიდასთან როგორ უნდა მოიქცე ამ და ამ კულტურაში. ამას აქვს ძალიან უმეტესობას, არა ყველას, არის რაღაცა რელიგიური მნიშვნელობებით დატვირთული, რომელიც ცალსახად პროფანულად ვერ აიხსნება და შეიძლება მართლაც ესე გამოდის, რომ ადამიანმა რო ეცადოს რომ სრულიად გააუქმოს ეს საკრალური, არაფერი შეიძლება აღარ შეჭეს ხელში, იმიტომ რომ მართლა მთელი ყოველდღიურობა და კულტურები ამის მიხედვით არის ჩამოყალიბებული. ძალიან რთული სათქმელია რა იქნებოდა ეს რო არ არსებულიყო, ხო? ნიცშეს პროექტი ამ შემთხვევაში ბოლომდე განხორციელებული არ გამოდის, ხო? ანუ არც არასდროს ყოფილა, მაგრამ საინტერესო არის, ჩემთვის საინტერესო წარმოების არის, საფიქრალი არის, რა იქნებოდა თუ კი ამ შემთხვევაში ეგეთი რამ გაუქმდებოდა, ხო? იმიტომ რომ მაგალითად განსაკუთრებით აი დეკონსტრუქციული მოდელი დერიდასი და ვინც ცდილობენ რომ ლოგოცენტრისტული სამყარო მოხსნან და დერიდა ამბობს რომ ნიცშე რაღაცა ამ კატეგორიებით კი არ მსჯელობს და ლოგოსზე კი არ წერს და ჭეშმარიტად არსებულზე, არამედ უბრალოდ წერს. ეს უბრალოდ წერის პროცესი უფრო მეტია დერიდასთვის, ვიდრე ჭეშმარიტება და ეს
რეალურად ესე არის რომ დერიდას პროექტი არ განხორციელდა, იმიტომ რომ ძალიან ქაოტურია, რთული განსაზღვრებადია და შესაბამისად მიმდევრებიც დიდად ვერ გამოუჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი დერიდას მიმართ შენარჩუნებულია. შესაბამისად ვიტყოდი, რომ რელიგიის ფენომენოლოგიის თვალსაჩინიდან და რეალურად არსებული თუნდაც აი ძალიან მშრალი სტატისტიკიდან ხვდებით, რომ ესეთი რამე ფაქტობრივად არ მომხდარა, მაგრამ კითხვა რჩება რა იქნებოდა. რაც ძალიან საინტერესოა. რელიგია ჰეგელისთვის სრული სეკულარიზმიც შეუძლებელი არის იმ გაგებით, რომ იმ კონსტიტუციას და იმ სახელმწიფო ფორმირებას ჯამურად იმ ადამიანების რელიგიური შეხედულებები მაინც აღალიბებს, ხო? ანუ ესე მთლიანად აბსტრაქტულად ვერ არის ეს. ძალიან საინტერესო არის, რომ რელიგიის ცნების ამდენი ვარიანტი, რაც ეხლა შემოგთავაზეთ, ხო, ყველა არის რაღაცას ერგება, რაღაცას არ ერგება, ხო? არსებობს ესეთი მოკლე ტექსტი defining definition, მე მგონია რომელიღაც ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ ფაქტობრივად საბოლოოდ რელიგიის საბოლოო დეფინიციაზე, განსაზღვრებაზე არ არსებობს შეთანხმება, იმიტომ რომ ძალიან რთული განსაზღვრული ცნება არის. მაგალითად იყო კლიფორდ გირცი, რომელიც სიმბოლოების სისტემებში ხედავდა რელიგიურობას, მაგრამ ის როგორც განმარტა მან, ეს არის რაღაცა სიმბოლოების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის мотиваციებს, განცდებს, მათ ინტერესებს და ასე შემდეგ. რაც კი ბატონო ერგება რელიგიას, მაგრამ ეს ერგება პოლიტიკურ წყობასაც, ორგანიზაციასაც, ხელოვნებასაც, ყველაფერს ერგება. ამ შემთხვევაში ყველაფერი რელიგიაა, მაშინ ეგ პრობლემა არის უკვე, ხო? მიუხედავად ამისა, ნინიანს მარტი ვახსენე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ავტორიტეტული მკვლევარი არის რელიგიის კვლევებში, ამბობს, რომ მაგალითად ნაციზმი და კომუნიზმი იყო რელიგია, იმიტომ რომ რელიგიური ელემენტებით იყო გაჯერებული, ხო? სავსე არის მთელი მათი ქცევის პატერნები, ყველაფერი არის რელიგიური ელემენტებით დატვირთული, როგორც ამის პროფანიზება ხდება და სხვა კონტექსტში მორგება და რამდენად ხერ ხდება ამის ბოლომდე პროფანიზება? მე მგონი ვერ ხერ ხდება, ხო? იმიტომ რომ ისტორიულადაც რაღაც მომენტებში ერთსაც და მეორესაც დაჭირდა რელიგიის იარაღად გამოყენება, ხო? სხვადასხვა მიზნებისთვის, ხო? ომისთვის იქნებოდა ეს თუ სხვა მოცემულობებისთვის. შესაბამისად, აი ესეთი ალბათ დიდ კითხვის ნიშნად დარჩებოდა ჩემთვის. იმედია სწორად გავიკითხვა რაც ამის. რომ ამ პატერნებს, ამ სქემებს, ესე ვთქვათ, ბოლომდე ვერავინ გაექცევა. თორცები ნეტარი ავგუსტინი ამბობდა, ხო, რომ ანუ უფალო ვერსაც წაგივალთ, რადგან რაც არ უნდა ვეცადოთ შენგან დაშორებას, ანუ უკუმსგავსებას ელაპარაკებს მე, ანუ მე უკუღმა გემსგავსებით რა, ანუ მაინც ანუ ის სქემა რჩება, რჩება. ეს დანიშნულოვანი არის, იმიტომ რომ ქრისტიანულ ტრადიციაში პიროვნება განისაზღვრება, როგორც უკვე ვთქვით, ურთიერთობაში, ხო? და არის ორი მიმართულება, სადაც ეს განისაზღვრება, ერთი არის ღმერთთან ურთიერთობაში და მეორე მოყვასთან ურთიერთობაში, ხო? რა დამოკიდებულება გაქვს მოყვასთან და რა დამოკიდებულება გაქვს ამ შემთხვევაში კიდევ მტერთან მაგალითად, ხო? და შენი პიროვნულობა არის სიყვარულისა თუ ზიზღისა თუ სიძულვილისა თუ როგორი პიროვნება ხარ, ეს არის შენს ურთიერთობაზე დამოკიდებული როგორც სხვა ადამიანთან, ასევე სრულიად სხვასთან, როგორც ღმერთთან და ეს მომენტი, რა თქმა უნდა, შეიძლება ონტოლოგიურად მართლაც საზღვრავდეს ადამიანს საბოლოოდ თვითონ აი ამ მიმართებაში, როგორ ხედავს საკუთარ თავს. შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა ტრადიციაში სხვადასხვანაირად განიმარტებოდეს, მაგრამ ადამიანის აი ეს ამ ტრანსცენდენტებს შორის ყოფნა, სხვებს შორის ყოფნა არის სხვათა შორის აი ჰუსერლის მერე ხო იყო ჰაიდეგერის sein und Zeit ყოფნა და დრო და იქ არის ცნება შორის, ესე დასცვის შენა, ესე შორის ყოფნა, მერე ბუბერის დიალოგურ ფილოსოფიაში არის ეს შორისობა, რომელიც პიროვნულობის ჩამომყალიბებელია და ლევინასი არის, ემანუელ ლევინასი ძალიან საინტერესო მოაზროვნე, ფრანგულად წერდა, თვითონ ებრაელი იყო, რომელიც აი ამ მიმართების ცნებას, რომ სხვა რო გვაფუძნებს ჩვენ პიროვნულად, აი ამაზე წერდა და რეალურად ეს არის ისეთ რამე დიქცა, რომელიც შეიძლება ალბათ ყველაზე ღრმა საფუძველი იყოს იმ დიალოგისა, რომელზეც ლაპარაკობდი რელიგიებს შორის, იმიტომ რომ სხვასთან ურთიერთობის ონტოლოგიური განსაზღვრულობა ძალიან ბევრ ტრადიციაში ერთმანეთს ემთხვევა. სრულიად განსხვავებულ ტრადიციებშიც კი
რა ვიცი, ახლა მაგალითად, როდესაც ვაუბრობთ იუდაიზმზე, განსაკუთრებით 586 წლის შემდეგ, როდესაც ისინი უკვე გადასახლების პროცესში არიან და მეორე ტაძარი დანგრეული არის, უпростоრად მეორე არა, ტაძარი დანგრეულია. აი ამ პროცესში ხვდებიან, რომ ღმერთი აღარ არის მხოლოდ ერთი ტაძრის კედლებში მომწყდეული ნუმენ ლოკალი, რაღაც ლოკალური ღვთაება, არამედ არის ყველას ღმერთი, ხო? რაც შეიძლება ა ブラ ამთან ურთიერთობაში უკვე იგულისხმებოდა, მაგრამ არც ცნებობრივად, არც სოციალურ დონეზე არ გამოხატულა მანამდე. და იქ გამოიხატა. ხო, რაღაც მომენტში აი ეს ურთიერთობაც აქ უფრო დაიხვეწა ურთიერთობის გაგება. ქრისტეს შემთხვევაშიც ესე არის, რომ მასთან აი პიროვნული ურთიერთობა ყოველთვის უპირატეს მნიშვნელობას ატარებს. და საერთოდ ისიც არის, რომ ანუ სოტერიოლოგიური ხედვიდან, ანუ ხსნასთან დაკავშირებით, როდესაც არის საუბარი, ადამიანებს, როდესაც ესე არის, ხო, მართლები, როდესაც ეტყვიან მას და მას შეხვდებიან, ქრისტე ეტყვის, რომ თქვენ დამაპურეთ, მაჭამით, მასვეთ, ხო, ასე შემდეგ და ისინი ეტყვიან, რომ როდის გაჭამეთ, როდის გასვით, ხო, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ქრისტესთან შეხვედრის დროს შენ არც კი იცოდე ქრისტე ვინ არის, მაგრამ თუ შენ მასში ხარ ონტოლოგიურად, უკვე სიყვარულის ადამიანი ხარ და მისი თანაზიარი ხარ, ხო? ეს მაგალითად, ну, განსაკუთრებით კვლავ ვიმეორებ, ჯერ კაბადოკიელებთან, მერე ავგუსტინესთან და შემდეგ მაქსიმე აღსარებელთან ძალიან უკვე არამხოლოდ ადამიანები არიან ურთიერთობით განსაზღვრული, არამედ ღმერთი სამება იმიტომ არის, რომ არა იმიტომ, რომ სამი ღმერთია და სამი სხვადასხვა ღმერთია. ისინი განუყოფელნი და თანაზიარნი იმიტომ არიან და ერთარსნი, რომ სინამდვილეში ეს არის ერთი არსი სამი მიმართებით. და ის სიყვარული იმიტომ არის, რომ სანამ სამყაროს შექმნი და ის უკვე საკუთარ თავთან ურთიერთობაში იყო სიყვარული. და სხვათა შორის აი ჰეგელზე ბევრჯერ დაუბრუნდით და ჰეგელს აკრიტიკებენ ხოლმე, რომ აი ფენომენოლოგიის დასაწყისში ამბობს, რომ ღმერთი არის ყოფნა და რაღაც ღმერთი არის სუბიექტი და რა ქვია, ყოფნა არის პრედიკატი, ხო? და თითქოს ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ყოფნა და მორჩა. მაგრამ მისთვის სამების ცნება იყო აბსოლუტურად მნიშვნელოვანი. ისტორიის ფილოსოფიის ლექციებზე ის ამბობს, რომ სამება მისთვის არის ის რისი მაგალითიც არის ყველაფერი. ანუ რა გამოვიდა, რომ გვაქვს სამება, ეს დინამიკური ურთიერთობა, სინამდვილეში დიალექტიკაც კი სამების მიხედვით ესმის მას და სამყარო არის აი ამ ურთიერთობის ხატი, ასე გადათამაშება. მისი ლოგიკა სულ სამი საფეხური. კი ბატონო. და ეს რეალურად მისთვის საფუძველმდებარე არის, უბრალოდ აი როგორც ვამბობ, თუ კი შენთვის სხვა აბსოლუტურად სხვა და ჭეშმარიტად სხვა არსებობს, ჰეგელს ვერ დაეთანხმები, მაგრამ თუ კი ამ სხვადყოფნის პროცესში ღმერთს არ უარყოფ და არადედუცირებას არ მოახდენ, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ მისი ხედვა კვლავ ქრისტიანულად დარჩა. თვითონ ქრისტიანულ თეოლოგიაში როგორ არის, ანუ არსებობს აბსოლუტური სხვა აი ან ღმერთისთვის ეს ერთი ან დაუშვათ ადამიანისთვის. ღმერთისთვის ესეთი რამე არის, რომ ღმერთისთვის აბსოლუტურად სხვა არ არსებობს, იმიტომ რომ ღმერთში არსებობს, ну, შეიძლება მაგალითად ახლა ჰეგელის ენაში ესე არის, რომ მამის სხვა არის ძე. ხო? მაგრამ აბსოლუტურად სხვა არ არის. ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაშიც ასე არის, რომ მამა, ძე და სულიწმინდა არის სხვათა შორის გრიგოლ-ნოსელის მაგალითს მოვიყვან და ალბათ ძალიან რო დამაბნეველი არ იყოს, მაგალითზე უფრო ნათელი გამოჩნდება რა იგულისხმება, ის ადარებს სამებას ცისარტყელას. ის ამბობს, რომ ცისარტყელა არის ერთი არსი. ანუ ერთი ცისარტყელაა, ხო, რაღაცა 7 ფერის გამო 7 ცისარტყელას ვერ ვიტყვით, ხო, იმიტომ რომ მაშინ 7 ფერი იქნებოდა და არა ცისარტყელა. თუ კი დავაკვირდებით 7 სხვადასხვა ფერია, მაგრამ ამ ფერებს შორის ხაზებს ვერ შევიცნობთ, ხო? აი მაგალითად რაღაცა კონკრეტული ხო, სად წყდება ერთი ფერი და სად იწყება მეორე, ამას ჩვენ ვერ შევიმეცნებთ, ხო? მაგრამ ხედავთ, რომ სხვადასხვა. ასევე არის სამებაცო, ამას ამბობს, მამა, ძე და სულიწმინდა ეს სხვადასხვა სუბიექტები კი არ არის, რომლებიც ერთმანეთისგან მოწყვეტილნი არიან და ერთმანეთთან ურთიერთობაში არიან სიყვარულში. არამედ ეს არის ერთი არსი, ერთი ღმერთი. და როგორც ცისარტყელაში არის სხვადასხვა ფერები, ისე არის პიროვნებები ღმერთში, ან სხვადასხვა პიროვნება არის, ამიტომ არის ღმერთი სიყვარული, მაგრამ ისინი ერთი ღმერთიანია, ერთი არსი აქვთ, ხო? ეს ჰომოუსიოსი, რომელიც ნიკეის კრებაზე და სხვათა შორის ახლა იყო რაღაც მისი
თარიღი დაემთხვა ზუსტად ახლა ამ პერიოდში, საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ და ეს ჰომოუსიოსის ცნება სწორედ არის აი ამ საფუძველი ამ ღვთისმეტყველებაში, რომ ერთ-არსი სხვადმყოფი პიროვნებებში, მაგრამ თანაზი არის ამ არსთან. აი ეს არის ქრისტიანობის ის მაგალითი, რომელიც შემდეგ მაქსიმე აღსარებელს სამყაროზეც გადმოაქვს, იმიტომ რომ ხედავს, რომ სამყაროშიც ყველაფერი არის რაღაც მომენტში სხვადყოფნაში თანაზიარი, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული არის ბევრი რამე, მაგრამ სრულიად ერთმანეთისგან მოწყვეტილი, სრულიად ინდივიდუალური ამ გაგებით, რომ აი სხვების არსებობას გამორიცხავდეს, არაფერი არ არსებობს, ხო? რადგანაც ეს ურთიერთობაზე დაფუძნებული არის ყველაფერი, მაშინ ეს აი რაღაც ქრისტოლოგიური და სამების ღვთისმეტყველების ეს ტრადიცია გადმოაქვს ძალიან საინტერესო თვალსაზრისით ფიზიკურ აიმებზეც, ნივთებზეც და რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა? ეს იყო ცოტა ეს არის რა ქვია საუკუნეებში მგონი მე-7 საუკუნე გამოდის ეს მე-7 საუკუნე. და სხვათა შორის ჩვენ მაშინ ვილაპარაკეთ რომ საინტერესო იყო ნაგარჯუნას შეხედულება ამ თვალსაზრისით ხო თანამედროვე მაგალითად ბუდიზმს ეხება როცენელისტისაც კვანტურ ფიზიკაში მაგალითად კარლ როველი არის ესეთი ფიზიკოსი, რომელსაც ფილოსოფიაც საინტერესებს და ფიზიკაც და ამბობს, რომ მაგალითად არსებობს რაღაცა ნაწილაკები, რომლებიც სინამდვილეში, ნუ ინგლისურად ესე არის, ხო, come into being, ხო, რაღაცა შემოდის არსებობაში, ყოფნაში შემოდის, მაშინ, როდესაც რაიმე სახის მიმართება აქვს სხვასთან. მაგრამ თუ ეს მიმართება არ არსებობს, ის აღარ არსებობს, მარტივად რომ ვთქვათ, ქრება. ამ შემთხვევაში ის იყენებს ძალიან ბევრი ახლა მაქსიმესთან იმიტომ დავაკავშირებ, ბევრი ამას ხსნის ხოლმე თეოლოგიურ თვალსაზრისით მაქსიმესთან კავშირში, რომ ის მიმართების ცნებას როგორ აანალიზებს და კვანტურს თუ ბუდიზმის ტრადიციას ამოწმებს. ამ შემთხვევაში კვანტურ ფიზიკას აკავშირებენ ხოლმე ქრისტიანობაში მაქსიმესთან, აი მაგალითად იოანე ზიზიულასი თავის წიგნში ახსენებს, ვეღარ ვიხსენებ თვითონ ავტორს, ვისაც სახელს და გვარს, მაგრამ ქართულად არის თარგმნილი და იქ ტექსტში არის, რომელიც თვითონ ეს ავტორი მე კვანტურ ფიზიკასთან აკავშირებს მაგრამ კარლ როველი აკავშირებს ბუდიზმთან და ეს აკავშირებს კონკრეტულად ნაგარჯუნასთან. იცი რა არის საინტერესო, როცა ამბობენ, რომ მაგალითად ბუდიზმი არათეისტურია, ან ათეისტურია, ან რაღაცა ხო, ბუდა რასაც უარყოფდა იმ დროინდელ შეხედულებებს ღმერთზე. კი ბატონო. მაგრამ ღვთაებრივაზე საუბრობდა, ხო? ხო, რაღაც თვალსაზრისით, ანუ ტრადიცია სამუთმა და შესაძლებელი არის, რომ როგორც წარმოდგენაც არის ქრისტიანობაში ღმერთზე, მაგის მიმართ არ ყოფილიყო, ანუ ესე დაპირისპირებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ უბრალოდ ის ამბობს, რომ ტრადიცია სამუთმა და ეს არის უმაღლესი რეალობა. ის არ გულისხმობს ღმერთს და იმ კულტურაში ღმერთის სხვა რაღაცას ერქვა იმ დროს. რომ ის იყო რაღაც ღვთაება, უფრო შეზღუდული ძალა, როგორც ალბათ ბერძნული პანთეონი. აბსოლუტური ღმერთის გაგება ალბათ ანუ მე მგონია რომ ზუსტად ესე სადღაც ღრმად რო შევიდეთ შესაძლებელი არის რომ აგეხსნა რომ დავუშვათ არის სამება ეს გრადაციები სადაც ერთიანობა არის მაგრამ ურთიერთდამოკიდებული ერთიანობა არის კი ბატონო ეს არის იგივე რასაც მე ვუწოდებ უმაღლეს რეალობას ის რომ ამობს რომ მე ღმერთებს თან სხვადასხვა ბუდიზმში გადმოღებულია 33-ვე რიგვედას ღვთაება, ოღონდ იმათ აქვთ უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი არსებების ფუნქცია, რაღაცა ფუნქციები და უბრალოდ ისინი არ არიან ადამიანის სოტერიოლოგიური, თქვათ, რაღაცა გარანტები და ასე შემდეგ. კი ბატონო. ამ შემთხვევაში საინტერესო არის, ალბათ ეხა მსმენელის უმეტესობა ალბათ იქნება მაგალითად მართლმადიდებელი ტრადიციიდან, ხო, რადგან შეიძლება არ იყოს, შეიძლება საერთოდ არ იყოს, მაგრამ შეიძლება საერთოდ არც ერთი არ იყოს, მაგრამ იცით, ხან კუნთებზე და გაჭიმებზე და ანატომიაზე, ხან ფილოსოფიაზე. კი ბატონო, ამ შემთხვევაში თუ კი არის, შეუძლიათ ნახონ, ამერიკაში არის ესეთი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, დევიდ ბენტლი ჰარტი, რომელიც ერთის მხრივ არის ძალიან ესეთი აი ტრადიციული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ერთგული და მეორე მხრივ რელიგიათა შორის დიალოგში ამბობს, რომ განსაკუთრებით ინდუიზმთან და აღმოსავლურ რელიგიებთან ერთად და ამაში ზოგიერთი ბუდისტური ტრადიციაც იგულისხმება და ზოგიერთ შემთხვევაში მაგალითად ისლამიდან იბნ რუშდი და იბნ სინას შემთხვევები ახსენა, სადაც აი ეს გაგება, სადაც ურთიერთობა, პიროვნული ურთიერთობა არის
საწყისი, ონტოლოგიური საწყისი და ძირი ყველაფერისა პრინციპი. ეს არის ალბათ ყველაზე ესე იგი მტკიცე საფუძველი ამ რელიგიათა შორის დიალოგისაო და ამ შემთხვევაში ის მართალი არის იმ გაგებით რომ როგორც უყურებს ის პიროვნულობას ხო მაგალითად ძირითადად ესე უყურებენ ხოლმე რომ მაგალითად ბუდიზმში მე როგორც თვითობა უარყოფილია და ქრისტიანობაში თვითობა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ სული არის ინდივიდი და ის გადარჩება თუ არ გადარჩება სინამდვილეში ესე არ არის სინამდვილეში ღრმად ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო დონეზე ორივე უარყოფს კარტეზიანული მოდელის მეს, რომელიც არის სუბსტანციურ დუალიზმზე დაფუძნებული, რომელიც რაღაცა არსებობს ემპირიული გამოცდილება და სული არის ცალკე სუბსტანცია ინდივიდუალური, რომელიც მოწყვეტილია ყველანაირ ფიზიკურს. გრიგოლ ნოსელი საერთოდ სხვანაირად უყურებს სულს და ის ფიზიკურ სხეულისგან სრულიად არ მოწყვეტს და ზოგადად პირიქით არის ქრისტიანულ საღვთისმეტყველო ტრადიციაში სხეულში კი არ არის სული როგორც დეკარტი ამას აღწერს, არამედ სხეული არის პირიქით სულში, რაღაცა პირიქით არის მიმართება. რო და სივრცეც სულში არის, ხო? შესაძლოა, ხო, ნუ ავგუსტინესთან მაგალითად, ხო, როცა პლუტინთანს კი ვეტყვი, მაგრამ ავგუსტინესთან მაგალითად მე-10 თავი ახსარებანის, ხო, ან მე-11 თავი, სადაც აი დროის სულთან კავშირს მკაცრად აკავშირებს და ნუ პლუტინთან მაგალითად ის რომ დრო შემოდის სამყაროს სულთან მიმართებაში, ხო? შესაბამისად, ანუ ეს ყველაფერი ეს მიმართებითი საფუძველი ძალიან საინტერესო არის რელიგიათა შორის დიალოგიდან გამომდინარე. გულისხმობ, რომ ქრისტიანობის გაგება სულის შესახებ ან მეს შესახებ და ბუდისტური გაგება არც ისეთი დაშორებული არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ვიდრე მოდერნული რელიგიური და ფილოსოფიური ლიტერატურიდან გამომდინარე ჩანს. იმიტომ რომ რეალურად მაგალითად როდესაც შევხედავთ ქრისტიანობის მნიშვნელოვანია განასხვაოს მაგალითად შედგენილი ბუნება და შეუდგენელი ესე იგი მარტივი სუბსტანცია ძალიან ცუდი სიტყვა იქნება ამ შემთხვევაში მაგრამ ის რაც მარტივია მაგალითად დღევანდელ კვლევებში რო უყურებთ ხო საგნები არის შედგენილი ყველაფერი ატომიც გახლიჩას ყველაფერი იხლიჩება რაღაცები შედგენილია ის რაც ამ შედგენილ ბუნებაში ვერ ჩაეწერება არის ადამიანის ცნობიერება, ხო და რა ეხლა მაგალითად მარკუს გაბრიელი იყო ესეთი და არის უფრო სწორედ ახალგაზრდა ფილოსოფოსი, რომელიც დაწერა წიგნი იმაზე, რომ როგორი მართლა ნეიროფეტიშიზმის ეპოქაში ცხოვრობთ ბოლო 20 წელია, რომ პოლიტიკოსმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ჩვენ უნდა ტვინში ვიპოვოთ აზრი და ამაზე ხალხი დაირაზმა მართლა ნეიროლოგების დაადგნენ და ტვინის გაჭრა რომ იქ სადღაც რაღაცა რა თქმა უნდა ეს ცოტა ეს არის რა ქვია გადაჭარბებული ეს არის რა ქვია სურათი დახატული მაგრამ ეს რეალურად ხდებოდა რომ ტვინში სად უნდა იყოს ეს აზროვნების პროცესი ეს რო ეპოვათ რაც ფაქტობრივად შეუძლებელი არის ამიტომ დღესაც კი ნეიროლოგები იწყებენ რაღაც სხვა მაგალითების ძიებას რომ როგორ შეიძლება ახსნათ ცნობიერება ცნობიერება ამ შემთხვევაში არის ის მარტივი რამ შეუდგენელი რამ რომელიც თანაზე არის რაღაც არაემპირიულისა შეიძლება არ იყოს აუცილებელი რომ მეცნიერ და მე ვიტყვი პირდაპირ რომ არ არის აუცილებელი მეცნიერების უარყოფა და ევოლუციის თეორიის უარყოფა იმისთვის რომ ამას გაყვე და ეს დაინახო ამაში ჭეშმარიტება თვითონ ეს ცნობიერების სიმარტივე რომელიც თვითონ თავის რაღაცა ინტენციონალობას შეიცავს ხო ფენომენოლოგიაში ჰუსელთან უკვე ხდება ინტენციონალობის აქტი და ეს დღე ყველათან ხდება ამაზე რომ ცნობიერება ინტენციონალურია ხედავთ რომ ის რაც არ არის ემპირიული არ არის შედგენილი არის მიმართებითი ჩვენთვის ყველა საგანი რაც მიმართებაშია საკუთარ თავთან ალბათ საკუთარ თავთანაც და სხვასთანაც. რასაც მაგალითად ჰუსერლი არაინტენციონალური მიმართება, ხო? იმიტომ რომ აი მოდი ესეთ რამე ვთქვა. ჰუსერლისთვის ინტენცია არის რომ ცნობიერი აქტი ყოველთვის არის რაღაცის შესახებ. ინგლისურად ამბობენ aboutness, აი რაღაცა შესახებობა. რაღაცას რომ მიყვარს, რაღაცა მეყვარს, უბრალოდ სიყვარული არ მაქვს, ხო? რაღაცას რომ რა ვიცი, ვერ ვიტან, ის რაღაცა არის და არის ვერატანა, არ არის ცალკე, ანუ დამოუკიდებელი რამ. შესაბამისად, ცნობიერი აქტები არის ინტენციონალური, მისი ძირეული სტრუქტურა არის ეს ინტენციონალობა. ჩვენ როდესაც მიმართებას უყურებთ ფიზიკური საგნების სამყაროში, რავი ეს მაგალითად წიგნი დევს მაგიდაზე, მაგიდა დგას იატაკაზე და ასე შემდეგ, ყველაფერი არის სივრცით დაშორებული. ცნობიერებაში ეს აქტები, ინტენციონალური აქტები ფიზიკურ ველზე არ არის გადაწელილი, ხო? მაგიტო ამბობენ, რომ სიმარტივესთან გვაქვს საქმე, ხო?
სიმარტივე ჩვენ არ გვესმის ესე იგი სამეცნიერო რაღაცა ინსტრუმენტებით ვერ გამოვიკვრებთ. ამიტომ არის რომ ცნობიერება როგორც ასეთი მხოლოდ დროითი ამშობ ვერ ვიკვლევთ ჩვენ მას, ხო? მაგალითად მაშინ რა ქვია, ცნობიერების ფილოსოფიაში ცნობილი ფაქტი არის, მაგალითად ღამურის შესახებ აქვს ერთ-ერთ გილბერტ რაილს ესეთი მაგალითი, რომ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, როგორი არის მისი ესე პირველი პირის გამოცდილება ღამურისა, ხო? და ვერავინ ვერ გაიგებს ადამიანები ერთმანეთს რო ურთიერთებს, ზუსტად როგორ გვხედავს ჩვენ, იმიტომ რომ მიუღწეველია ეს ჩვენთვის. საინტერესო ის არის, რომ ამ სიმარტივეში თანაზიარი ჩვენი ინტელექტი იქნება, გრძნობები იქნება თუ ინტენციონალური აქტები, რაღაც მომენტში არის არა ცალკე სუბსტანცია, როგორც ეს დეკარტს ესმის, არამედ ურთიერთობაზე დაფუძნებული პიროვნულობა, რომელიც არის ემპირიაზე აღმატებული. ეს არის ძალიან ბევრი ფილოსოფიურად, მსჯელობაზე დაყენებული რაღაც დაფუძნებული თეოლოგიის აზრი, რომელთაც მყარდება მათი რწმენა იმაში, რომ რაღაც მატერიალურზე მეტი არსებობს. ამას გარდა, ამას ემატება, რა თქმა უნდა, მაგალითად ტრადიციიდან გამომდინარე, ქრისტიანს წამს ის, რომ მაგალითად თუ კი ეს სიმარტივე, რომელიც თანაზიარია, რაღაცა უფრო აღმატებული ვიდრე მატერია არის, არ უარყოფს მატერიას, მაგრამ მატერიასთან ურთიერთობაში არსებობს. მაგალითად, მაქსიმე ახსარებელი ამბობს, რომ სხეული და სული ერთმანეთში არიან შთენილნი. რაღაც ეს მაგალითად არ არის ისეთი ხედვა, როგორც დეკარტს აქვს, ხო, რაღაცა კაცუნა ჰომონკულუსი ზის ტვინში და ის მართავს ჩვენს ხელებს და ფეხებს, ხო? რობოტი არის სხეული და ეს ჰომონკულუსი არის დანარჩენი. მარტივად რო ვთქვათ, ეს ხედვები სულის შესახებ ერთ სიტყვით დავასრულებ, ძალიან გამიგრძელდა. რომანო გუარდინი იყო მე-20 საუკუნის კათოლიკე ფილოსოფოსი, ძალიან საინტერესო ადამიანი. და ბუდიზმთან დიალოგში იყენებდა ბიბლიიდან იმ მონაკვეთს, სადაც წერია, რომ ის, ვინც თავის სულს, ზოგიერთ თარგმანში სამშვინველს უარყოფს ან დაღუპავს ჩემს გამო, ქრისტე რო ამბობს, ის იპოვის მას, ხო? და ამ შემთხვევაში ეს საკუთარი თვითობის შეზღუდული გაგების გადალახვით, რომ ჭეშმარიტ თვითობას ეზიარება ადამიანი, ამით შედიოდა დიალოგში ბუდიზმთან. მარტივად რო ვთქვა, მოდი ბევრს აღარ გავწელავ, პიროვნების ცნებაზე ძალიან საინტერესო ტექსტები იწერება, როგორც ბუდისტურ ტრადიციაში, ჰინდუისტურ ტრადიციაში, ასევე ქრისტიანულ ტრადიციაში, რომელიც ერთმანეთთან ძალიან ბევრ საერთო რამეს პოულობენ, რაც მოდერნული ეს ეგოს გაგებისგან ძალიან შორს არის. და კიდე ორი შეკითხვა, პრინციპში ანუ ქრისტიანობის განსაკუთრებული თვისება ანუ ღმერთის განკაცება არის? კი. და ანალოგია მაგალითად დავუშვათ აი ჰინდუ წარმოდგენებში როგორც არის კრიშნა და ვიშნუ, ხო? ხო, ანუ განკაცებული ღმერთის, მაგრამ ის ალბათ როგორ არის, იცი რომ მე მგონი უფრო ისტორიულ ნიადაგს უფრო ნაკლებს შეიცავს. ანუ ნახე რა მომენტია რომ ესე იგი ადამიანებმა რომ დაიჯერეს რომ ანუ ღმერთი შესაძლებელია რომ განსხეულდეს. შეიძლება ანალოგიური იყოს თქვათ ჰინდუიზმში ან კრიშნას შესახებ რა. აი ისევ დევიდ ბენტლი ჰარტს ვახსენებ, მან ბოდიში რატომ მოფიცი რომ ვიშნუს სხვა ავატარები შეიძლება არ იყოს იმდენად მიჩნეული როგორც ისტორიული ადამიანები. და მანდაც ახლა უნდავნათ არის, ანუ არ არის ესე ამ წელს ცხოვრობდა, თქვა და კონკრეტული ესე ისტორიულობა ახასიათებს კი. ანუ არ აქვს ისეთი ისტორიულობა და ხო მაგაზია. რა თქმა უნდა ეს შეიძლება, მაგალითად დევიდ ბენტლი ჰარტს ზუსტად ეგ მაგალითი მოყავს, როდესაც გვაქვს მაგალითი რომ ვიშნუ არის, ხო, რომ ლოცულობს და ფაქტობრივად თავის თავს ურთიერთება, ხო, ესეთი რამე გვაქვს ქრისტიანობაშიც, რომ იესო ლოცულობს და მამა ღმერთს ელაპარაკება და ეს ბევრისთვის დამაბნეველი იყო, რომ თუ ერთი და იგივე ღმერთია, რა შუაშია ეს ურთიერთობა რანაირად დგება სხვებს შორის, ხო? მაგრამ ეს სხვადყოფნის მიმართებითი ონტოლოგია, რომელიც ახლა განვიხილეთ ამ მოცემულობაში ვიშნუს მაგალითიც აიხსნება ძალიან მარტივად და ქრისტიანობაშიც იესოს საკუთარ თავთან მიმართება კი არ დგება როგორც მე თავს ვიტყუებ რომ შენ სხვა ხარ. არამედ ეს
უკვე იმანენტურად სანამ სამყარო შეიქმნებოდა ქრისტიანული თვალსაჩინით უკვე იყო ეს სხვადყოფნაში თანაზიერება ღმერთში, როგორც მამაში, ძეში და სულიწმინდაში და ეს არ არის რაღაცა ილუზიური გათამაშება, რომ მოდი ვითომ მე ხა ჩემ თავს ველაპარაკები. იგივენაირად შეგვიძლია ვიშნუზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ესეთი განმარტებები არსებულა და შესაბამისად ერთი თვისება ალბათ შეიძლება განსხვავება იყოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯვარცმის პროცესში ქრისტე თითქოს ნამდვილად განიცდის იმას, რასაც განიცდის. კი, ნამდვილად. კრიშნას შემთხვევაში ეს არის ლილა, თამაში არის და ის რაღაც უფრო გარედან უყურებს. შეიძლება ეგრე არ იყოს ახლა როგორც მაგრამ ეგ მაგისთვის რომ მიგიქცევია ყურადღება. კი ბატონო, ქრისტიანობაში ის ნამდვილად განიცდის, ეს არის არსებობდნენ მაგალითად გნოსტიკური ტრადიციები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის რეალურად აი ჯვარცმის დროს უკვე თავის ხელს განშორებული იყო და შესაბამისად აღარ ილუზორია სხვა იქნებოდა, ის რომ მე ღმერთი ვარ და ამიტომ არ მეხება არაფერი. ეგ კიდე ცალკე ის იქნებოდა. ხო და ამ შემთხვევაში ქრისტიანობისთვის ის არის, რომ ის ჭეშმარიტად ადამიანია და ჭეშმარიტად ღმერთია ერთდროულად. შესაბამისად, ეს თანადროულობა ამ ორი ბუნებისა გულისხმობს იმას, რომ მან ნამდვილად განიცადა ტკივილი იქ. ეს იმის საფუძველიც არის, რომ ის რაც ქრისტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი შენი ტკივილისგან არ არის გაუცხოებული, ასე რომ ვთქვათ, ის არ არის გულცივი ღმერთი, არამედ თანაზიარია იმ ტკივილისა, რომელიც შენ განიცდი და ამის ყველაზე რადიკალური ფორმა არის გოლგოთაზე, ესე იგი თხემის მთაზე ჯვარცმა, ხო? შესაბამისად ეს მოცემულობა, ეს რელიგიური გამოცდილების ალბათ ყველაზე მტკივნეული ფორმა არის ის, რაც ქრისტიანობისთვის მართლა ეს ფუნდამენტური არის, რომ ის მართლა მოხდა და ნამდვილად სხეულებრივად განიცადა ის ტკივილი, რასაც ადამიანი განიცდიდა იმ შემთხვევაში. და ერთი პარალელი კიდე სამება, რომ გავავლოთ პარალელი ტრიმურტისთან, ინდუიზმის სამებასთან, მაგ პარალელს ჰეგელი ცავლებს, უგახსოვს და არ არის ერთი და იგივეა, ხო, ასე ამბობს. ხო, რაღაც ამ ეს მოწონს ეს სამი კითხა ისე და თქვენ თუ გახსოვთ, რატო ასხოვებს? რა ასხოვებს ეს ხო გასაგებია, მაგრამ დავუშვათ ხო მოწონს, სამების იდეა მისთვის უმაღლესი არის და საერთოდ ეს სამი საფეხური და სამობა ხო კანტს ასე თქვა კანტის დამსახურება არის, მან წამოწია ისევ ასე. და მე რო ხედავს რომ აგერ ინდუსებსაც აქვს სამება თავისებური პარალელებს ავლებს, მაგრამ მე უკან იხევს თითქოს რომ ამბობს რომ ბრაჰმა, ვიშნუ და შივაო თითქოს ერთმანეთშიო დროში ცდებიან, ის ერთი ქმნისო მეორე ქრისტიანობისთვის ეს სამება თანამარადიული არის, ხო, დროის სხვაობა არ არსებობს. მაგას რამდენად სწორად ამბობს, აი მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეგელი რაღაცნაირად აი ხო ვახსენეთ რომ დაპირისპირება ქონდა ჰუმბოლდთან და იქ ყველაფერი ვინც იმ დროს ბევრს მოწონდა ეს ინდური ფილოსოფია, ინდური კულტურა და ჰეგელი რაღაცნაირად თითქოს ისეთი ემოციით საუბრობს, რომ რაღაცა ძალიან არ მოწონს და ძალიან აკრიტიკებს. ამ დროს ჰუმბოლდტი პირად წერილში წერს, რომ ჰეგელი ამას იმიტომ აკრიტიკებს, რომ ჩემთან აქვს პროქსიომიო. და მე მებრძვისო სინამდვილეშიო, იმიტომ აკრიტიკებს ინდურ ფილოსოფიასო. ეს ეგრეა თუ არა არ ვიცი, მაგრამ აი ტრიმურტისთან საინტერესო არის ეს უნდა რა თქმა უნდა თქვათ რომ ეხა მსგავსებები ბევრი წამოუწიე წინ ხომ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი ერთი და იგივეა და რა ქვია ან ის რომ ერთი და იგივე რელიგიაა ხო მაგრამ არის ბევრი საერთო და ამაზე თვალის დახუჭვაც პრობლემაა ხო ანუ ამაზე გვაქვს საუბარი რეალურად და რა თქმა უნდა როგორც ჰეგელი ისე ბევრი ადამიანიც ხედავს ამ ცნებებში თუ სისტემებში თუ გაგებაში ღმერთის შესახებ წარმოდგენებში სხვაობებს და თვითონ რელიგიის ფენომენოლოგიის ნაწილი ესეც არის რომ განსხვავებები დავინახოთ ხო მაგალითად ოტომ დაწერა დასავლურ აღმოსავლური მისტიციზმი ესე თქვია წიგნს ვესტ-ვესტლიხი მისტიკ და იქ ადარებს მაისტერ ექარტს და შანქარას და იქ შანქარაჩარიას იგი და ერთმანეთს საერთოსაც გამოყოფს და სხვაობებსაც გამოყოფს ანუ ეს არ არის რომ მოდი რაც შეიძლება ყველაზე მეტი ერთობა დავინახო ერთი და იგივეა ვთქვათ
გამარტივება იქნება ეს ძალიან კი, რედუცირება რაღაცა ესეთზე რაც პრიმიტიულზე რომ მრავალფეროვნებას ყველაფერს ერთია. საინტერესო ეს არის რომ ოტოსთვის და მე ამაში ვეთანხმები რელიგიის ის რითაც რელიგია არის მდიდარი არის არა ეს რაღაცა ყველაფერში რო იდენტური, არამედ პირიქით მრავალფეროვნებით არის მდიდარი ის და ეს არის საინტერესო მასში. რა თქმა უნდა, პრობლემა არის ხოლმე, როდესაც მსგავსებების უარყოფა ხდება არა იმიტომ რომ მსგავსება არსებობს ან არ არსებობს, არამედ იმიტომ რომ არ მინდა რომ აღიარო რომ არსებობს, ხო? ამას უნდა დაუპირისპირდეს, რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით მეცნიერი უნდა თქვას, რომ როცა ფაქტი არის, რომ ერთი და იგივე გაგება არსებობს რაღაცის, მაგალითად რაღაცა ღმერთის აღსაწერად ძალიან ბევრი ყველა ტრადიციაში იყენებს სამ სიტყვას: გამოცდილებას, ცნობიერებას და ნეტარებას. ყველა ტრადიციაში აბსოლუტურად. რა გავაკეთოთ? თქვათ რომ ესე არ არის, პრობლემა იქნება, ხო? მაგრამ მეორე მხრივ თუ კი ავდგებით და ვიტყვით რომ ყველაფერი ერთი და იგივეა, ესეც პრობლემა იქნება. შესაბამისად, საჭირო არის რომ სწორი მიდგომა გქონდეს, მეცნიერული მიდგომა ამაში გვეხმარება, რომ ჩვენი ემოციები ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ და რაც არის იმას შევხედოთ. კანტი ვახსენეთ, კანტის შემთხვევაში კანტი იმაში Streiter Fakultäten ესეთი ტექსტი აქვს, ეს არის ფაკულტეტების ჯახი, ასე შეიძლება ითარგმნოს. ამბობს რომ სამება ფაქტობრივად მისთვის უმნიშვნელოა, იმიტომ რომ რელიგია მისთვის არის მორალური რამ და თუ კი მორალურად რამე ცნება მნიშვნელობას ვერ იძენს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ის ამბობს რომ სამებას პრაქტიკულად და მორალურად არაფრის მოცემა არ შეუძლიაო, რაც რეალურად მართალი არ არის, მაგრამ მისი ხედვით ესე არის და ამას უპირისპირდება სხვადასხვა ჰეგელი. მაინც დასაფასებელია კანტის გამბედაობა რა. ხო, გამბედაობა რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვალსაზრისით მისი როგორც თვითონ უწოდებს კოპერნიკესეული გადატრიალება იყო ფილოსოფიაში, ხო, რაღაცა სხვა მიმართულება მისცა და კანტის გარეშე ვერც იარსებებდა თუნდაც აი ფენომენოლოგიის დარგი. და ამ ცნებას თვითონ კანტიც იყენებს, უბრალოდ სხვანაირად ესმის. მგონი ძალიან ბევრი თემა დაგროვდა და ბევრი. ხო არა გაქვს. რა ვიცი ახლა. უბრალოდ ეს იობის ციკთან მაინტერესებდა თუ არის პარალელი, თუ იუნგი ანუ ესე იაზრებდა რომ ანუ ეს დიალოგი თქვათ ეს ცოცხალ ღმერთთან საუბარი რაც არის ხო აღწერილი იობის ციკში. რომ ანუ ეს ყველა არგუმენტის მიუხედავად მოხდა, ყველა ლოგიკური არგუმენტის მიუხედავად და ანუ თითქოს მისმა მორჩილებამ რაღაც სხვა ეტაპზე გადაიყვანა რელიგიური ანუ რელიგია და ანუ ესე ვთქვათ მამა ღმერთი როგორც ძალა ესე აღიქმებოდა რა ასე ეწოდება ძალა და ეს უკვე გადავიდა ეს უკვე არის არა მარტო ძალა რომელიც ძალიან ზეაღმატებული ადამიანის მიმართ არამედ აი ზუსტად ამ იობის მორჩილებით მომზადა ნიადაგი თქვათ ქრისტიანობის რა ანუ მორჩილებით ეს პასუხი იობზე საუბრობთ ხო? კი. პასუხი იობს არის ძალიან საინტერესო ტექსტი. არის აქვს გნოსტიკური ელემენტებიც, რაც პლერომაზე ლაპარაკობს, რომ არის მაგალითად ღმერთში არის როგორც კეთილი, ისე ბოროტი, სისავსე, რომელიც არის ორივეს დამტევი. ეს საკმაოდ ისეთი გნოსტიკური ცნება არის პლერომა. საინტერესო ტექსტი არის ძალიან. ასეთ რამეს ამბობს ხო, რომ მორალურად იობი ღმერთზე მაღლა დადგა იმის გამო, რომ ღმერთმა დადო ხელშეკრულება ეშმაკთან, ყველაზე ისეთ კეთილ და კარგ ადამიანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ეჩვენებინა, რომ ნახე რა კარგი ადამიანია, მაგრამ ფაქტობრივად, რა ვიცი, ისეთ რამები დამართა ამ ადამიანს, რომ ენთა უწერელი უბედურებები, ხო? და ამის ფონზე საბოლოოდ იობი დგება ღმერთზე მაღლა და იუნგის პასუხი ეს არის, რომ სინამდვილეში ქრისტეს განკაცება იყო პასუხი იობის ამ ტანჯვაზე, იმიტომ რომ ღმერთმა დაკარგა მისი ავტორიტეტი მორალურით. და ქრისტე არის ეს მორალური ავტორიტეტი, ის პლერომადან ის კეთილი მხარე და ნუ ცოტა ესეთი საკმაოდ საზარელ სურათს გვიხატავს, რომ მეორედ მოსვლა იქნება იმ მეორე მხრის მოსვლა, რომელიც ბოროტია. ეს ესეთი რამეა ახლა ქრისტიანული ტრადიციიდან ეს გამართლებული რა თქმა უნდა არ არის ეს ინტერპრეტაცია, მაგრამ აი როგორც კანტზე ვთქვით, გამბედაუი არის ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია არის, წაკითხვა ღირს რა თქმა უნდა
იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეშინია ისეთი ტექსტების წაკითხვა, რომელიც მის ინტერპრეტაციას არ ემთხვევა, შეიძლება არ ღირდეს, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელი და საინტერესო ინტერპრეტაციაა. ეს რა თქმა უნდა ეხება თეოდიციის საკითხს, ხო? როგორ ვუპასუხოთ კეთილი ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში ბოროტების არსებობას და როგორ ვუპასუხოთ იმას, რომ არსებობს რაღაცა უწესრიგობა, მოუწესრიგებლობა, ქაოსის ის ფორმა, რომელიც ესე იგი უდანაშაულო ადამიანებს ან არსებებს ანადგურებს. ამ შემთხვევაში ანუ ქრისტიანობას აქვს სამოთხის ნარატივი, რომელშიც ჩანს, რომ თვითონ შესაქმის ნაწილში არის რაღაც, რაც გულისხმობს თავისუფლებას და თავისუფლება, რომელიც ადამიანსა და ევას შორის აი ამ ვაშლის ესე იგი ჩაკბეჭაში გამოიხატება, არის არამხოლოდ ის, რომ ერთი ორი ინდივიდია, რომელმაც ვაშლი ჩაკბეჭა და მთელი კაცობრიობა წაიწმინდა, არამედ ის არის, რომ ამით უბრალოდ ეს არის ამბავი, რომელთაც გამოიხატება ის ონტოლოგიური რეალობა, რომელშიც ადამიანიც და არამხოლოდ ადამიანი, არამედ მთელი ქმნილება მოწყდა მის პირველ საწყისს. და ამ პირველ საწყისისგან მოწყვეტის პროცესი არის სიკეთისგან დაშორება და იმ როგორც ავგუსტინე ამბობს, მაგალითად ბოროტება ონტოლოგიურად კი არ არსებობს, არამედ ეს არის პრივაცია, ესე იგი განძარცვა სიკეთისგან, ხო? თვითონ ონტოლოგიური სტატუსი არ აქვს ბოროტებას, ჭეშმარიტ როგორც სინათლის ნაკლებობა არისო სიბნელე, ისე არის სიკეთის ნაკლებობა ბოროტებაო, ხო? შესაბამისად, როგორც ასეთი ბოროტება არ არსებობს, მაგრამ ის რის გამოც არსებობს არის გადახრა იმ მიმართებიდან, რომელიც სიკეთეს გულისხმობს, ხო? ათანასე ალექსანდრიელი, ესე იგი წარმართა წინააღმდეგ დაწერილ ტექსტში მიმართებითი კატეგორიებით განეხილავს სამოთხიდან გამოდევნის ამბავს და ამბობს, რომ მე როგორც ადამიანი სამოთხეში, ადამი მიემართებოდა ღმერთს სიყვარულით და უშუალოდ ჭვრეტდა მას. მაგრამ დაცემა ის კი არ არის, რომ გავშიშულდი და დავინახე, რომ შიშველი ვარ, არამედ ის არის, რომ მე სხვის მსახურებას და სხვის სიყვარულს ვარჩიე ჩემი თავის მსახურება, ჩემი სურვილების და მოთხოვნილებების მსახურება და შესაბამისად ეს ეგოიზმი, რასაც ჩვენ დღეს ვიხარ, ის თავმოყარეობა ვარჩიე სხვის სიყვარულს. სხვასთან ურთიერთობაში სიყვარულის დაბრუნება, რასაც ამბობს ხო ქრისტე, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს მტერი შენი, ანუ არ უნდა არსებობდეს არავინ, ვინც შენთვის სიძუვილის საფუძველი იქნებოდა. ეს შენ გადაგალახინებს იმ ილუზიურ ზორულ შენ თვითობას, თავმოყარეობას, რომელიც რეალურად დაგაბრუნებს ღმერთთან იმ ჭეშმარიტ ურთიერთობაში, რაც ესქატოლოგიურად უკვე, ესქატოლოგიაში გულისხმობა საბოლოო ჟამი, რომელიც აღადგენს ყველაფერს. იქ ეს სიყვარული იქნება ის საფუძველი, რომელიც ანუ თვითონ ეს ესქატოლოგია არის თეოდიცია, იმიტომ რომ ბოლო ჟამში ადამიანი უბრუნდება იმ პირველ საწყისს და აქ საერთოდ იმდენად ქრება ყველანაირი ბოროტება, რომ ამ სიყვარულში ფუძნდება ყველანაირი გამართლება იმისა, თუ რატო არსებობდა ბოროტება. ანუ ფაქტობრივად ონტოლოგიურად არ არსებული, მაგრამ ჩვენი თავისუფლებიდან გამომდინარე არსებული. რაღაცა ესეთი, როგორც ჭრდილი და არასინათლე. ერთი საკითხი, რწმენის საკითხი, მაგაზე მოგწერე, ანუ ნახე იოგაში, ბუდიზმში, შრათა. ერთაბირი თარგმანით არის რაღაცა გულში დაჭერას ნიშნავს, დაჭერას ნიშნავს და თარგმნიან როგორც წმენას. რაღაცა რომ ჩაიდოთ გულში, ანუ დაიჯეროს. აქვს უფრო ინსტრუმენტალური ხასიათი იმისთვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს რაღაც მდგომარეობას. ეპიზოდი სახარებიდან, როდესაც ერთი ქალი, რომელსაც სურს რომ განიკურნოს, შეეხება იესოს და განიკურნება. ამ დროს როცა ქრისტე იგრძნობს, რომ მისგან ძალა გავიდა, მოbrunდება და მიხვდება, ვინც გააკეთა ეს, ეუბნება, რომ ეს განიკურნება, ეს ქალი ეუბნება, რომ შენმა წმენამ გადაგარჩინა. ანუ არა ღმერთმა, არამედ, იმიტომ რომ მას არც არაფერი არ ეცოდინებოდა ღმერთის ესე უშუალოდ. არამედ შენმა წმენამ გადაგარჩინა. აი ქრისტიანობაში აი წმენას რა როლი აქვს? კი ბატონო. ეს არის პირველ რიგში უნდა დაუბრუნდეთ მაშინ აბრაამს.
ამ ხალის შემთხვევაში პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს არ არის ისეთი მოცემულობა, რომ აი პლაცებოს ეფექტივით, რომ მე რადგან ვიწამე, რომ ეს გამკურნავდა, ამიტომ განვიკურნე, ხო? რწმენა რას ნიშნავს ქრისტიანობისთვის, ამის გაზრება უნდა დავიწყოთ იუდაიზმიდან, იმიტომ რომ რეალურად ქრისტიანობა ამას ყველთან ხვდება, იყო იუდაიზმის წიაღში არსებული პატარა მიმდევრობა, რომელიც მე გაიზარდა და მსოფლიო რელიგიად იქცა, იმიტომ რომ მან უარი თქვა ეთნიკურ საზღვრებზე, ხო, ჩაკეტილობაზე და გახდა ყველას რელიგია. საინტერესო ის არის, რომ აბრაამისთვის რწმენა არ იყო რაღაცა ფორმულა, ან წინადადება, დებულება, არ იყო აბსტრაქტული რაღაც მოცემულობა, რომელსაც თუ კი აი საკმარისად ეცდებოდა, რომ დაეჯერებინა, მერე ნამდვილი იქნებოდა. ეს არ არის ძალისხმევა ჩადებული იმაში, რაც რისი საფუძველიც არ გაქვს და ამის გამო რაღაც თავსაძალებ, რომ აი ხა დავიჯერო. სხვადასხვა კანტი მაგაში იყო ყველაზე მეტად გაბედული, რომ ამბობდა, რომ რწმენა როგორც ჩვენ გვესმის, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და შეიძლება ითქვას დაავადებაც კი, იმიტომ რომ ადამიანი რო ცდილობ, რომ ისეთი რამე დაიჯერო, რის საფუძველიც საერთოდ არ გაქვს, ეს არის ყველაზე საშიში რამე. და მაგაში თეოლოგიასთან არ იყო წინააღმდეგობაში. არ იყო წინააღმდეგობაში, თუ კი იმ გაგებას გავყვებით, რომელსაც მე ახლა ვხსნი, რომელიც არის იუდეურ ქრისტიანული და ზოგადად მონოთეისტური რელიგიებისთვის სახასიათო, მაგრამ აი ახლა რა მაგალითიც ვახსენეთ, მგონია რომ იმასაც მოერგება. ეს არის არა რაღაცა რაციონალური გადაწყვეტა, რომ მე ხა ამის უნდა მჯეროდეს, არამედ ეს არის ერთგულება. სიტყვა რწმენა ეს ებრაულში რაც ქართულად მე რწმენად ითარგმნება, ხო? და სხვა ენებშიც კი რწმენად ითარგმნება, მაგრამ ვინც მე განმარტებებს წაიკითხავს, ნახავს, რომ სიტყვა არის ერთგულების, რაღაც ნდობის გამომხატველი ურთიერთობის. შესაბამისად, შენ ის კი არ გაქვს, რომ არაფერი საფუძველი არ გაქვს და მოდი აი ეს უნდა იყოს სინავე სინამდვილე, არამედ შენ უკვე გაქვს ურთიერთობა იმ სრულიად სხვასთან. აბრაამის შემთხვევაში ყავს მოდის რაღაც სამი რაღაც სტუმარი, ხო, და ერთის წინ დაიჩოქებს, ხო, და რაღაც ან შეიძლება ის იყოს, რომ დიალოგი ღმერთთან, რომ ეუბნება, რომ გეხოცები, რომ გაადნადგურებ ამ და ამ ქალაქს, ხო, რაღაცა და დიალოგში შედეს, ხო? ეს ურთიერთობა არის რწმენა და არა ის, რომ არანაირი დიალოგი არ არსებობს, არანაირი საფუძველი არ არსებობს და მე რადგან, რა ვიცი, მაგალითად აბრაამს თავის ცოლმა თუ რავი ვიღაცამ უთხრა, რომ ეს არსებობს და მაგიტო დაიჯერა, ხო? ჩვენ ძირითადად სამწუხაროდ ესე გვისმის რწმენა, ოჯახში დაიბადე, არის ამ რელიგიის მიმდევარი, შესაბამისად გითხრეს, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამის უნდა უერთგულო, არ აქვს მნიშვნელობა, შენ გაქვს ეს ურთიერთობა, არ გაქვს ეს ურთიერთობა. სხვათა შორის, ფრანგი ეს იყო ფილოსოფოსი ქალი, სიმონა ვეი, რომელიც ამბობდა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვისაც არ ქონია გამოცდილება, ათეისტები მართლები არიან და რელიგიური ადამიანები კი არა და მორწმუნეები ცდებიან. ამით იმას კი არ ამბობს, რომ რელიგიური ჭეშმარიტება სწორი არ არის. იმას ამბობს, თუ გამოცდილება არ ქონია და მაინც აძალებს შენ თავს რაღაც ისეთის დაჯერებას, რომელიც ქართლაშიც არ ხარ, ეს არის საშიში. ის კი არა რელიგიური გამოცდილება არის სიუსულელე, არამედ გამოცდილება თავისთავად ისეთი ღრმა რამე არის და ეს თუ არ გაქვს, თუ კი ამაზე მაინც ეჭიდები, მაშინ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ხო, ანუ ბუდიზმშიც და იოგაშიც ეგრე არის, რომ სამი საფეხური არის, ანუ მოძღვრების გაცნობა, ანუ არასბრმად, შემდეგი არის, ანუ კრიტიკული ანალიზი, ლოგიკური კრიტიკული ანალიზი და საბოლოო ჯამში უშუალო აღქმას გამოცდილებას, ანუ პრატიაქშა, ანუ უშუალო იოგა პრატიაქშანში უშუალო აღქმას და მანდაც არ არის, ანუ არც იოგაში, არც ბუდიზმში, რომ აიძულო, რომ ეს დაიჯერო. პირიქით, ანუ კომენტატორებიც გეუბნება, არავინ არ გააკეთებს რამეს, არავინ არ დაიწყებს იოგას, თუ არ მოძღვრება არ შეისწავლო, რას ვაკეთებს საერთოდ. ხო, მაგ თვალსაზრისით, ანუ ესე გამოდის, რომ მე რაღაცის საფუძველი რომ მაქვს, ანუ ნახე, კიდე რა შეიძლება იყოს, რომ მაშინ მორწმუნე ვარ თუ არა ვარ. ადამიანში თუ არის ორი საწყისი და აი ერთი საწყისი, რომ თქვათ რაღაც კანტის ენაზე მოთხოვნილებების და მიდრეკილებების რაღაცას მეუნება და მეორე, ანუ გონება არის ღვთისასופველი კანტისტვის. გონება მეუბნება ამას, მე გონების ხო, მორალური ხმის მჯერა. კი ბატონო. ვუჯერებ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეგეც არჩევანის თემა არის, რომ შემიძლია რაღაც გაგებით ვენდო ჩემს გონებას, ან ამ შემთხვევაში ღმერთს და
მიუყვე მის ხმას დაუშვათ ჩემში, რაც ახლა როგორც ახსენი, ანუ სავსებით საფუძვლიანი რაღაც არის რა. და ერთგულებაზე ახლა ამ მხრივ მართლაც არ მიფიქრია, იმიტომ რომ იოგაში უმაღლესი ანუ ნიამას პრინციპი იშვარა პრანითანა ერთ-ერთი თარგმანით არის ერთგულება. ან იშვარას მიმართ ერთგულება, ან ეს ითარგმნება ასევე როგორც სასოება, როგორც მოციცება მასე, რომ რიდი მათ შორის სხვათა შორის. გრძალვა ხო ეს? ხო, გრძალვა თან კარგი სიტყვა არის. პრანითანა სიტყვა ბუდიზმში არის ბოთქისათვას ფიცი, ანუ აღთქმაც არის. პრანითანა, რომ ესე იგი ფაქტობრივად გონება აღთქმით მოქმედებს, ხო, რაღაცას აღთქვა, რომ მე ესე გადავწყვეტ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი აბრაამსა და რა ქვია იაჰვეს შორის აღთქმა, ხო, და მე ისრაელსა და იაჰვეს შორის აღთქმა და ელოჰიმის შორის აღთქმა, ხო? ეს აღთქმის ნაწილი რა თქმა უნდა ამ ტრადიციაშიც არსებობს და რა თქმა უნდა ვუფრთხილდეთ იმას, რომ არ ვთქვათ, რომ გონება საკმარისია ყველაფრისთვის. უბრალოდ ეს არის, რომ გონებიდან გამომდინარე, ეს ურთიერთა პიროვნული ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს ერთგულება არის უფრო უპირატესი ვიდრე რაღაცა ფორმულა, რომელიც მაგალითად შეიძლება იყოს ამ გამოცდილების გამოხატულება, მაგრამ ის რომ მე მარტო ეს მრწამსი ვიცი და ამას ვამბობ და ეს უკვე საკმარისია, გასაგებია, ხო? ეხლა ერთი ის არის, რა ქვია, მუსლიმი მკვლევარი, რომელიც ამბობდა, რომ მე მაგალითად თუ მივდივარ და ვლოცულობ და არ მწამს და არ მაქვს ის ურთიერთობა ღმერთთან, მაშინ ხო შემიძლია რომ რა ვიცი რობოტის მისულიყო და ზუსტად იგივე მოძრაობები გაეკეთებინა, ხო? რა განსხვავება იქნებოდა ჩემსა და მას შორის. და სწორს ამბობს, იმიტომ რომ თუ კი ეს პირადი ურთიერთობა არ არსებობს, ერთგულება თუ არ არსებობს, ამ შემთხვევაში გონებიდან გამომდინარე და მორალი ვახსენეთ, ძველი აღთქმის წიგნებში ღმერთი ძალიან ხშირად არის დახასიათებული როგორც სინდისის ხმა. ამასთან ურთიერთობა თუ არ მაქვს, მაშინ სინამდვილეში უბრალოდ ერთ-ერთი რაღაცა შეიძლება უბრალოდ რაღაცა სოციალური თვალსაზრისით მაწყობს, რომ ესა და ეს სახელი მერქვას, თორე აბა რისი მწამს, ხო? ეს ურთიერთობა განსაზღვრავს რწმენას. ძალიან საინტერესო არის, მათე ძალიან დიდი მადლობა, დავით, მადლობა. ესეთი საინტერესო საუბარი გქონდა. შენი გეგმა ვიცი რომ ანუ აპირებ გერმანიაში სადოქტოროს გაგრძელებას ბონის უნივერსიტეტში წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. და ანუ წასვლამდე თუ მოხერხდება, ანუ სიამოვნებით თუ გამონახავ დროს შეგვიძლია რომ კიდე ერთი ანუ განვავრცოთ, იმიტომ რომ მართლა ძელი თემა არის და ნამდვილად. ცოტა ისეთიც არის, მსუყეც არის და შეიძლება ეს ერთბაშად ამდენი თემის ერთად განხილვა კარგიც არ იყოს. მადლობა ვინც გვიყურეთ და დროებით შეხვედრამდე. დიდი მადლობა.